ჩვენი ხელისუფლება რაც არ უნდა თქვენ ყოფილიყავით იმ მოკლე პერიოდში ჩვენთან პოლიტიკურ ბრძოლაში ჩართული ბოლოს და დამარცხდით პოლიტიკურ ბრძოლაში ჩვენთან. ამას ჩემთან რატო უსვამთ? არა, რატო უსმევ გეტყვით რომ თქვენ მიუხედავ არ დაგაკლდათ არაფერი. აი გეტყვით. მიუხედავად ამისა მეთქი, ბატონო ზაზა. თქვენ კარგად იცით. არ კარგავთ ობიექტურობას ზოგიერთივით და კარგად იცით რომ აქ ვინც ვართ თქვენთან ერთად ამაგიდის გარშემო და ქართული ოცნების ხელისუფლებამ ძალიან დიდი შრომა გაწია იმისთვის რომ ისთვისაც თქვენ ეხლა ღელავთ აბსოლუტურად საფუძვლიანად ქართული ჯარის და ჯარისკაცის თავდაცვის ძალების არა მარტო თქვენ ამ ბრძოლაში მარტო არ ყოფილ მაშინ უთხარით ყველაფერი საზოგადოებას ამას მიგდრენი მე მთელი ჩემი ცხოვრება არ დამიხევია არსად უკან კი ყველანი ვიყავით ერთად აბა რას ალაპარაკობთ კი და იმიტომ გეუბნებით ამ ვალდებულებისთვის ზივარ აქ და ნებისმიერ ნაბიჯზე წავალ ამ ვალდებულების კი და რატო ღელავთ მაშინ რა გაღელვეთ ვიცით რაზეა საუბარი და რაზეა თქვენ იცით ღრმაც იცით ამაზე რაზე რა გავიარეთ ამ პროცესში ვიცით და კარგად გავიარეთ მე მგონი რომ ჯარის სიმართლე დამტკიცებულია ჰააგაში რა თქმა უნდა და როცა მე თქვენ გელაპარაკებით პოლიტიკური თანამდებობის პირებზე ნუ გადმოდიხართ იერიშზე რა ჩვენ აქ არ ვლაპარაკობთ ბატონო ზაზა თუმცა იერიში თქვენი პროფესია ნუ გადმოდიხართ იერიშზე ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე ბრძანება სამხედრო ბრძანების მიზანშეწონილობას ჩვენ აქ არ ვარჩევთ ჩვენ აქ არ ვარჩევთ ჯარის სწორად მოიქცა შეასრულა ვერ შეასრულა რატო არ შეასრულა ჩვენ ეს უკვე ვისაუბრეთ გავარჩიეთ უხეშენაზე რომ თქვათ ანუ სასამართლო გარჩევები განხილვები იყო სტრასბურგში გავიმარჯვეთ თქვით რომ ქართველი იყო რუსის წინაშე მართალი ეთნიკური წმენდა ჩატარდა ჯარს და რის საფუძველზე ქალბატონოთია ერთობლივი ძალისხმევის და დოკუმენტების, მაგრამ ნუ მესხმით თავს. არ გესხმით თავს, არ არის ჩემი პროფესია რომ აქ მოვიდეთ და თავს. ეს თქვენი პროფესია თავდაცვაც და თავდასხმაც, მაგრამ ნუ მესხმით თავს ძალიან გთხოვთ, როდესაც პოლიტიკური თანამდებობის პირებზე ვსაუბრობ. მესმის რომ თქვენ მათთან იმუშავეთ, მაგრამ მოდით რა ვისაუბროთ იმაზე, რა პოლიტიკური გადაწყვეტილებები იქნა მიღებული მე იმისიც არ მჯერა რომ ეს პოლიტიკოსები მარტო იყვნენ და მარტო იღებდნენ ამ გადაწყვეტილებებს ღიად გეტყვით რა კი ტონს აუწიეთ მეც აუწევ ტონს ღიად გეტყვით რომ მე იმისიც არ მჯერა სამწუხაროდ რომ როდესაც თქვენ გადაწყვიტეთ სამხედროებმა რომ მოთმინებით პასუხი ჯობს იმ ეტაპზე რამდენიმე საათში გირეკავთ უმაღლესი მთავარსარდალი და გეუბნებათ რომ დაადგინე წერტილები და ცეცხლი გახსენი რომ ეს გადაწყვეტილება მან დამოუკიდებლად მიიღო არ მჯერა აი ტონს უწევ და გეუბნებით რომ არ მჯერა და გახვია შარში ჯარისკაცი ქვეყანა და სამოქალაქო მოსახლეობა ეს ჩემი შეფასება და რა კი თქვენ ნერვიულობთ პოლიტიკოსებს რო ნუ ნერვიულობთ აპატიეთ ერთამეზე ჩვენ სანერვიულო უკან გვაქვს იმ გაგებით ჩამოტოვებული რომ ჯარის სიმართლე და მოქალაქეების სიმართლე ქართველების სიმართლე ანწუხელიძის სიმართლე დამტკიცებულია ბოლო წლებში 2012 წლის 1 ოქტომბრიდან სასამართლოების დონეზე ეხლა ვილაპარაკოთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე თქვენ რო იძახით მე გავეცი ბრძანებაო და თითქოს კეზერაშვილი ანგელოზი მყავს და ვანომერაბიშვილს აქ რა შვაშია ეს ხო არა მე გავეცი ბრძანებაო ჩვენ დადასტურებულად ვიცით რომ რო იქ ვიღაცა მე ესე მეუბნებოდა რომ მიდი ახლა ზაზე გაიქეცი წალი მოიტანე და მე იქით ესროლე ეს ჩემი შეურაცხყოფა მეტი არა მე ჩვენ არ ვფლობთ სვარამეზე არ მაქვს მე ბატონო ზაზა ნახეთ ჩვენ არ ვფლობთ არანაირ ინფორმაციას რომ თქვენ არ მინდა ჟესტი გავიმეორო ასე რომელიმე მინისტრი გელაპარაკება მაგრამ ნახეთ ერთი წუთი ხა ზედმეტი ბოდიშ გამოთქმისთვის არ გვინდა ზედმეტი ამპარტავნება ყველანი ვართ ამპარტავნები არ გვინდა ზედმეტი ამპარტავნება ერთი წუთი ბადნოზაზა ჩვენ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია და ამას კიდე ვიკვლევთ რომ რაღაც არ შევიდეს დასკვნაში იცეთი რაც არ არის სიმართლე რომ შალვა ჯანაშვილმა
ვანო მერაბიშვილისგან მიიღო და არა თქვენგან ცხინვალში შესვლის გადაწყვეტილება თქვენ ეს დამიდასტურეთ პლუს. მე დაგიდასტურეთ რომ ეს ხო შუამავალი იყო. ფაქტი არის დადგენილი და რატო ნერვიულობ? არ ნერვიულობ, ქალბატონო. გასაგებია. ერთ ამაზე ნერვიულობ. რა გაგვცა ნერვიულობ? არსებობენ ამ ქვეყანაზე პოლიტიკოსები, რომელსაც შეუძლია ომში ზაზა გოგავას ეგეთი ბრძანება მიცეს რა. რომ აი არ მაინტერესებს, ეხლა მოუხვევ და აქეთ წახვა. სხვა ადამიანს ელაპარაკები. საერთოდ არ მაინტერესებს ეგ პოლიტიკურად როგორ გამოიყურება. აპატიეთ, ამიტომ ეს ტონი თქვენ არ გეკუთვნით. ესე იგი თქვენ ამბობთ ვაგებ გარდაცვლილების სიმაზე. ამიტომაც არის ჩემი ტონი ესეთი რა. არა, იმ გარდაცვლილებში მე თუ ეს დაუშვირო, აპატიეთ, ერთ დავამთავრე. მე თუ ეს დაუშვირო ნებისმიერ ადამიანს მივეცი ამას შარევის უფლება, ის 168 სამხედრო მოსამსახურე 18 პოლიციელი და 220 თუ 221 სამოქალაქო პირი ჩემ ზურგზია და მე ამით უნდა ვიცხოვრო მე. ცხოვრებაში მივხვდით რაშია საქმე? ანუ არ გავაკეთე ის რაც უნდა გამეკეთებია. არ შევასრულე მეტაურის. ამაზეა ლაპარაკი. ნახეთ ბატონო ზაზა, ნახეთ როგორ არის მე რას ფიქრობ. მედია ჩვენ ისე დავასრულებთ ამ შეხვედრას, მე და თქვენ ერთმანეთს გავუგებთ. მე ამის მჯერა. ნახეთ, როდესაც თქვენ ამბობთ რომ ვანო მერაბიშვილს ვიყენებდი შუამავლად. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, დამთავრდა ფაქტი დადგენილია. მით უფრო რომ სხვებიც ადასტურებენ რომ შალვა ჯანაშვილმა სწორედ მერაბიშვილისგან მიიღო ეს ბრძანება და ახლა ირკვევა რომ კონკრეტული მომენტში კონკრეტული გამოიყენეთ მერაბიშვილი, ანუ პოლიტიკური პირი. უკან დახევის ბრძანება ვინ მიცა? არ ვლაპარაკია მაგაზე? იქიდან რომ გამოვიდა ვისთან შეათანხმა? ვანოსთან შეათანხმა? ვინ? შალვამ. გეკითხა, არა, თავისით გამოვიდა რა თქმა უნდა, მე კი არ თქმა, გეკითხათ ვისთან შეათანხმა ეს? თქვენთან შეათანხმა თუ ვანოსთან შეათანხმა? გეკითხათ და იქვე გიპასუხებენ ვისთან ათანხმებენ ამას. ის თქვენზე მეტად აღელდა, ამიტომ კიდევ გვექნება მასთან. აღელდა, იმიტომ რომ ჯარისკაცები დაკარგა იმ კაცმა იქ. ხო, დანაკარგს რაც შეეხება, მოდით ასე შევთანხმდეთ რა. ნუ დაუტრიალებთ ერთმანეთს დანებს ჭრილობებში, იმიტომ რომ იმ დანაკარგებში ჩვენი სისხლი და ხორციც იყო. ამიტომ მოდით მართლაც ნუ ვიძახებთ დანაკარგი მქონდა. დანაკარგი მქონდა ყველას. გასაგებია, მაგრამ სენსიტივი მე მგონი ვის მხარეზეა ფაქტია რა. მე არავის არ სენსიტივი ყველას მხარეს არის. ეხლა რაც შეეხება ბოლო კითხვას. გორში თქვენ რომ შევხვდით უმაღლეს მთავარსარდალს. კუშნერი იყო თუ არა ამ დროს მასთან ერთად გორში, ბერნარ კუშნერი. იქ მე არ მინახე. თქვენ არ გინახავთ, მაგრამ ეს ის მომენტია რა, როგორ იცით თქვენ? მასთან ერთად მე ის არ მინახე. მასთან ერთად არ გინახავთ. კარგი, მადლობა. წევრებს ბოდიშს ვუხდი და ბატონი სოზარი, ბატონი ალეკო, ბატონი გურამი, ბატონი თენგიზი, ბატონი ილია და ბატონი პაატა. აბა გთხოვთ. დიდი მადლობა. მოკლედ კითხვები ახლა ბევრია და აღელვებაც ბუნებრივია, იმიტომ რომ ჩვენს უახლოეს ისტორიაში არ აქვს უფრო მტკივნეული თემა, მტკივნეული დღეები, ვიდრე არის აგვისტოს ომი. მაგრამ კითხვები არის და ამ კითხვებზე ძალიან გვჭირდება ყველას პასუხი მთელ საზოგადოებას, მით უმეტეს, როდესაც ასეთი ერთმანეთის გამომბრიცხავი ინფორმაცია არის ძალიან ხშირად. უბრალოდ მიუბრუნდები იმას, რაც წეგან თქვენ თქვით და არაერთხელ. ესე იგი 7 აგვისტოს ღამის 23 საათსა და რაღაც წუთებზე აღარ აქვს მნიშვნელობა ბრძანება 45 ბრძანება გაიცა ცეცხლის გახსნის შესახებ. ეს ცეცხლი იყო სეპარატისტების მიმართულებით თუ რუსები უკვე შემოსული არიან საქართველოს ტერიტორიაზე. როგორც შემდეგ ბოლოს კვლევებით გაირკვა, ეს არის ის ადგილები, საიდანაც ის აკრძალული შეიარაღება, რომელიც არ უნდა ყოფილიყო კონფლიქტის ზონაში და ეს ეკუთვნოდა რუსებს. შემდეგ სამხედრო ნაწილები შემოსული არიან როკის გვირაბი გადმოლახულია. გარკვეული ნაწილი უკვე იმ დროს ჩვენ აი რამდენია შემოსული, როგორ არის შემოსული, მაგრამ ინფორმაცია არსებობს უკვე რომ ესეთი რამე არის, ხდება რომ როკის გვირაბი, ანუ იქეთა დაჯგუფება ასე თუ ისე რაღაცნაირად ჩვენთვის ინფორმაციულად ცნობილი იყო რომ კავკას 2008-ის რაღაც დანაყოფები თავის ადგილზე არ დაბრუნდნენ, თუმცა არ იყო გარკვეული ისენი არ ვიცი, არსებობს ამ ქვეყანაში, არსებობდა საგარეო დაზვერვა, შეგიძლიათ მაშინდელი მეთაურები დაიბაროთ და კითხოთ იმათ, რომ რა ქაღალდებს აგზავნიდნენ თავდაცვის სამინისტროში. თქვენ ხო იძახით, რომ არ ღელავდით, მესმის
რელევანტური კითხვებია, რა მოდიოდა ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროში არსებობს, შეგიძლიათ ესენი შეკრიბოთ და მეც იმას მიიღებთ, რა ქვია. მაგრამ ეს, რასაც მეუბნებით, გეთანხმებით, არც ერთი ჭურვი არ გასროლილა ცხინვალის მიმართულებით. ეს იყო მარცხენა პირველ რიგში მარცხენა მხარე ავნებიდან ნულის მიმართულებას, რომლებიც ურტყავდნენ. ბოლოს ჰააგაშიც, სტრასბურგშიც და ყველგან ამ წარმოებით და ამ დიდი ასე თქვა საქმის მოგებით დადასტურდა, რომ ეს იყო დანაყოფები, რომელიც არ შედიოდა სამშვიდობოების კი ბატონო, გასაგებია. ბროდე ხა ამ ყველაფერს რატო წეგან პატარა შეკამათება მოგვივიდა კონკრეტულ თემაზე, რომელ რიცხვში იყო პრეზიდენტის ბრძანება უფრო სწორედ. თუ ბრძანებულება. ამოვიღე და აგერ არის 9-ში არის გამოცემული ნამდვილად წერი ასეთი რამე, რომ სეპარატისტების მიერ 7-8 აგვისტოს განხორციელდა მასირებული შეტევა, ხოლო 8 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის მხრიდან როკის გვირაბის გავლით საქართველოს შემოვიდა ასეულობით სამხედრო პირი და სამხედრო ტექნიკა. ეს უბრალოდ ფაქტს ვადასტურებ, რომ ვიცოდეთ, რომ 9-ში გამოიცა ეს ბრძანება და აქვე ის ამბობს, რომ 8 აგვისტოს მოხდა რუსეთის მხრიდან ძალების შემოსვლა. ეს მნიშვნელოვანია აი იმ სპეკულაციების გამოს არის ხადას. თქვენ არაფერ შუაში არ ახართ ამ შემთხვევაში, როგორც გენერალი, როგორც ყოფილი პოლიტიკოსი, შუაში ხართ, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობა მუდმივად ამბობს, რომ რატომ აღნიშნავთ 8-ში, როცა 7-ში დაიწყო ომი. თუმცა თვითონ სანამ იყვნენ ხელისუფლებაში 8-ში აღნიშნავდნენ ომის დაწყების თარიღს და ბრძანებულებაშიც წერია, რომ 8-ში არის დაწყებული. ეხლა სხვა რამე მაინტერესებს. ბრძანება გაიცა 23 საათსა და 45 წუთზე. თქვენ მანამდე 7 აგვისტოს. თქვენ მანამდე თქვით, რომ დაახლოებით 6-მდე არაფერი მოასწავებდა, რომ მსგავსი რამ შეიძლება და მოხდარიყო. ხო არ მეშლება 6 აგვისტომდე შედარებით 7-ად ვიყავით, ხო? კი, იმიტომ რომ 6-ში დაგვიღუპა, 6-მდე დაუპული არ ყავდა. ხო, შესაბამისად, მოლოდინი რომ ამ ხესეთი სრულმასშტაბიანი იქნებოდა, 6-ში არ გქონდა, 7-ში დილას გქონდა? არა. 7-ში დილას არ გქონდა. ანუ სენაკის ბაზიდან, არ მარტო სენაკიდან, მაგრამ თქვა ყველაზე შედარებით მოშორებულია, ხო? ძალების გადმოსროლა თავისი მძიმე ტექნიკით ყველაფრით მოხდა რამდენიმე საათში, ასე იყო? კი ბატონო, გასაგებია. რამდენად დასაჯერებელია? კი, არაორდინალურია ეს, მაგრამ ესეც რამები ხდება. კი ბატონო. შემიძლია დღესაც გავიმეორო. კი ბატონო. კიდევ ერთი კითხვა მაქვს ესეთი. თქვენ თქვით, რომ გადაწყდა, რომ პოლიცია შესულიყო სწორედ ცხინვალში, იმიტომ რომ პოლიციამ უკეთ იცის სამოქალაქო მოსახლეობასთან ურთიერთობა. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო დიდი და პატარა ლიახვის ხეობიდან ხალხის გამოყვანა. ნუ სხვა მოწმე ვარ ამ ყველაფრის იმ დღეების და სხვა ინფორმაცია მაქვს თვითონ იმ ხალხსაც ყოველდღე მევხვდებოდი და როგორ იყო დატოვებული, მაგრამ თავი დავანებოთ ჩემს ინფორმაციებს და სხვების ინფორმაციებს. დაუშვათ შტაბმა დაგეგმა, რომ სწორედ პოლიცია უნდა შევიდეს ცხინვალში. ქალაქში რომ სადაც შეიძლება ყოველი სახლი იყოს მართლა ციხესიმაგრე და პოლიციას ახლა გაუჭირდება იქ აღება, ამ ციხესიმაგრეების და მსხვერპლის საფრთხე არის, მაგრამ შეხვედით იმიტომ რომ მოსახლეობასთან პოლიციას უფრო უადვილდება ურთიერთობა. მოსახლეობა არის დიდი ლიახვის ხეობაში, ხა პატარა ლიახვის ხეობაში შესულ მოსახლეობას ვერ დაეხმარება პოლიცია. შეიძლება ავნევს ნულს, ვერც იმათ ვერ დაეხმარება ცხინვალში შესულს, ხო? დიდი ლიახვზე ძირითადად ლაპარაკით. მე რაც სწორად მახსოვს, ცხინვალამდე მისვლამდე ხელმარჯვნივ უნდა გადავხვდეთ და წვერიახოზე გადავდივართ. როგორ უნდა დაიცვა წვერიახო ცხინვალში შესულით და პოლიციის გაწევრით, რომ შეიძლება დიდი მსხვერპლი იყოს, იმიტომ რომ იქ მოსახლეობა უნდა გააფრთხილოს. ხელმარჯვნივ არა, ხელმარჯვნივ. თამარაშენიდან თუ მიდიხარ, ხელმარჯვნივ უნდა გადაუხვიო და ზემოდან თუ მოდიხარ, ხელმარცხნივ. თამარაშენიდან მივდივართ, ხო, ქვემოდან მივდივართ, რომ მარჯვნივ გადაუხვევ და გადავდივართ ზემოთ. ცხინვალში შესულით, მithumetes თან დასავლეთის მხრიდან შესულით. როგორ ვეხმარებით მოსახლეობას, რომელიც წვერიახოდან უნდა გადმოვიდეს, რაღაცა არ ჯდება რანაირ ლოგიკაში რა. ნუ სამხედრო მასში არსებობს ესეთი რაღაცა, როგორ გაითამაშო სადღაც დაძაბულობა, ძირითადი ცეცხლი და ძალები მიიწიო იქეთ ამ ხარეს, ანუ დააინტერესო რომ ჩართო იქ ამ ყველაფერში და დარჩეს ფლანგი ნაკლებად ასე თქვა ცეცხლის ქვეშ. საიდანაც შესაძლებელია უფრო ადვილად გავიდეს ეს ყველაფერი. კი ბატონო, მისაღებია. პასუხი მიღებული. ერთ-ერთი და უგაცრავად, რასაც საუბრობდით, რომ პოლიცია და შეიძლება მსხვერპლი მეტი იყოს. მე პირდაპირ მინდა გითხრათ, ყველაზე კარგად გაცვნილი საპოლიციო ნაწილები, ვისაც შეუძლია ქალაქში ბრძოლა, იყო იქ მიზიდული. ამაზე ნებისმიერი ახლა მოქმედიც დაგიდასტურებთ, ძალიან ბევრი არიან ეს ხალხი.
ამიტომ იყო ეს გადაწყვეტილება ქალაქში ბრძოლა ეს არის ყველაზე ურთულესი ეს არის თქვენი მონამორჩილი გენერალის აზაგოგავას ძირითადი პროფესია ამიტომ იქ სხვა დანაყოფების მიყვანა მართლა იქნებოდა განსაკუთრებული შეცდომა სხვერპლიც მეტი იქნებოდა და პლუს იქნებოდა ის რასაც მე მართლა დაერქმეოდა საკუთარი მოსახლეობისადმი და მე აქ ერთხელ კიდე მინდა ხაზი გავუსვა იქეთ ამ ხარეს ჩვენ არ გვყავდა მტრული მოსახლეობა ოსი იყო ეს თუ სხვა ეთნოსი და ძალით ედო მას პასპორტი უბეში ეს შემთთვის არ განასხვავებს იმას რომ ის არ არის საქართველოს მოქალაქე თუმცა სეპარატისტზე ჩემი დამოკიდებულება მაქვს სეპარატისტს არ აქვს ეროვნება ნიშნულობა არ აქვს რა გვარი უწერია მას ასე თქვა პასპორტში ამიტომაც იქეთ მყოფი და აქეთ მყოფი ორივე ჩვენი მოქალაქეა ამიტომაც ეს ოპერაცია იყო მძევლით საბრძოლო ოპერაცია რასაც უფრო უკეთესად უფრო ჭკვიანი დანაყოფები უნდა და ყველა ჭკვიანი დანაყოფი რომელიც კი მყავდა ყველას დიდი პატივისცემა დანარჩენს იყო მიზიდული ცხინვალზე ეს იყო გადაწყვეტილება რამაც გადაწონა ჩემს მიერ თავი მოეყარა აქ ესეთ დაჯგუფებას ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენ ამბობთ ესეთ რამეს თუ არ ვცდები ეს არის თომა ჩაგელიშვილის ფილმში რომ 12 საათში უნდა მორჩენილიყავით ძირითად ფაზას ანუ მაქსიმუმ 12 საათში იმიტომ რომ ეს სისწრაფე საჭირო იყო მანამ სანამ რუსეთი გამოიყენებდა თავის ძალას სანამ შემოვიდოდნენ როკეტა რა იგულისხმება პირველ ფაზაში ეს არის ზღუდე სადაც შეგიძლია სადაც გაქვს დაგეგმილი რომ იქამდე მიაღწია მაგალითად ბატონი შალვა ჯანაშვილი საუბრობდა რომ რაღაც ზღუდე მასნეს და უბრალოდ იქამდე ვერ მივიდა გასაგებია ეს ოპერაციის სრულობაში ხდება გარკვეულ დროს არუმატებლობა შემდეგ შეცვლა სხვაგან ეს არის ზღუდე აი ამ სამ მანევრული ოპერაციისთვის თავდაცვითი მანევრული ოპერაციის რომელიც სჭირდება რომ აი კეთებ დანაყოფებმა იქამდე მიაღწიონ ნუ შენი ამოცანა გარკვეულ დონეზე შეასრულო და მე მოიქცე ვითარებიდან გამომდინარე აი ამაზეა საუბარი კიდევ ერთი ესეთი კითხვა მაქვს თეორი საქართველოს ტელევიზორს იყო მიჯაჭვული მაშინ და რაღაცა დავიზეპირეთ ყველა პატარა სოფლის და უბნის სახელის კი ერთი ვახტანგისი იყო თუ არ ვცდები რა მნიშვნელობა გეხლამებს ესე პირდაპირ ეთერში გვიხსნიდნენ მაღალი თანამდებობის პირები სად რა განლაგება იყო საიდან იყო შეტევა ერთ-ერთი ესეთი გვახსოვს ყველაზე რუკაზე რომ ხაზავდა პირდაპირ იყო შოთა უტიაშვილი შინაგან კატასტროფული შეცდომა ბატონო კატასტროფული შეცდომა მადლობა აი ზუსტად ამის გაგება კატასტროფული შეცდომა ხო ეხა აბა თქვენ როგორც გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა თქვენ გემორჩილებოდათ ყველა ვანო მერაბიშვილს ავალებდით ტელეფონზე და ვანო მერაბიშვილი რეკავდა ტელეფონზე რომ აი ჩემ თქვენს დავალებას ასრულებდა ვერ უთხარით რომ უტიაშვილი მოხსენით ეთერიდან და ეკაზღულაძე კიდევ გამოდის რომ არის რაღაცები რასაც ვერ აქცევ ყურადღებას გამოდის არ ესეა რა ეს ომია ეს ომია ომში ხდება ეგეთი რაღაცები ფაქტიც არის და თქვენამდე არაერთმა მოსულმა ადამიანმა ბრძანა რომ ტელეფონით ხორციელდებოდა მობილური ტელეფონის კავშირი. აი რატო ვერ უზრუნველყავით რომ უწყებას ერთმანეთთან კავშირი ქონოდა? აღმოჩნდა რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსაც და თავდაცვასაც საკმაოდ კარგად დაცული სისტემები ჰქონდა. კი არა, ჯარშიც არ იყო დანერგილი ბოლომდე უმაღლესი ხარისხის ჰარისის რადიოკავშირი. იმიტომ რომ ვერ მომასე გარკვეული ნაწილი საწყობშიც კი იდო. ეს ჯარი არის აი რაღაც განვითარების ეტაპშია რა. არ არის რაღაც დასრულებული, დანაყოფები არ არის დასრულებული. აი უბრალოდ ამიტომ ვიძახი რომ არ მინდა რომ რაღაც ემოციაში გადავიდე, უყურეთ მოწინააღმდეგე ამას უყურებს, გამოიყენა კიდევაც, რომ აი რაღაც უკეთეს წერტილში მიდიან ეტყობა რა. ხვალ რო შევალთ უფრო მაგარი ბიჭები იქნებიან და მოვიდა იმ დროს რომ აი რაღაცა აი წარმოიდგინეთ როგორი მდგომარეობაა რა. ზღვის ნაპირთან დადგეთ, მოგიტანონ ფიცრები გითხრან რომ ეს ნავი უნდა ააგოთ, თქვენ წინააღმდეგ მოდის ხომალდი და სადაც შეხვდებით, როგორი აგებული ნავით გეყოლებათ, ისე უნდა იბრძოლო. ამაზეა საუბარი და როგორ თქვა ახლა რომ ეს რა ქვია მობილური ტელეფონით კავშირი, ეს აი როგორ გამომრჩა კაცი უნდა და არა, ვერ დაუკავშირდა რაღაცით აიღო მობილური, მაგრამ მობილურში შეიძლება კოდური სიტყვა უთხრა და დამთავრ მოусმინოს რამდენიც უნდა. ოპერატიული სიღრმე 15 კილომეტრია ხო? 15 კილომეტრ წინ წახვალ მოიგებ უკან წამოხვალ წააგებ ამაზეა საუბარი რა მე მინდა რომ თქვენ აი თქვენთან რატო ვარ იცი ასე არ მინდა რომ ემოციაში გადავიდე ყველა სამხედროს
აი ვემუდარები აქედან მინდა ვთხოვო, როდესაც ესეთ საქმეს არჩევენ, ხო? იქ გაარჩიონ კაცო, სადაც მაგიდა ერთმანეთ წერილები კი არ მიწერონ. ვიღაცას ეთქვა ზაზე გოგავასთვის ის რომ ბატონო გენერალო, გავიგე რომ შენ აქ თავარი ხარ, მაგრამ აი რაღაცა ხდება იქ არასწორად რა და მოდი გამოვასწოროთ რა. თუ უსკულამდე უნდა მიმაცილონ კაცო. მე იმასაც გეტყვით განხილვა რომელიც თავდაცვის სამინისტროში მოხდა ამასთან დაკავშირებით, ხო? lessons learned ქვია ეს და რომ უნდა გაიგო ცივი დუში, უნდა თქვას ვინა გააფუჭა, ვინა გააკეთა, ხო? რა ვიცი, ყველა ჩუმად იყო, ყველა წნარად იყო. ერთი წინადადება არ მოუციათ ჩემთვის. რო იცი რა ხვალესი არ გავაკეთოთ. იმას კი არ ვიხვეწებოდი ვიღაცა უნდა დაგვესაჯა თუ არ დაგვესაჯა. მიგვეცა ისა რა ქვია მედალი თუ არ მიგვეცა მედალი. არა, ხვალ უკეთესად მომზადებული უნდა ვიყოთ. ხო, ეს მტერი არსად არ წავა. დღეს თუ ჩრდილოეთიდანა, ხვალ შეიძლება სამხრეთიდან იყოს, ზეგ აღმოსავლეთიდან და საიდანაც არ უნდა იყოს ამ ქვეყნის წერი. ამაზეა ლაპარაკი, ხო? მე იმას ხვალ ლაპარაკობ. ამიტომ ეს საკითხი, ხო? მე აქამდეც ვერ გავიგე, რომ როგორ ერთხელ ვერ მიმასკნა რა ქვია თავდაცვის სამინისტრო შეიარაღებულმა ძალებმა თავდაცვის ძალებმა ვერ მოიხელთა ვერსად გენერალი გოგავა და ვერ უთხრა რომ მოდი დაჯექი ერთი და დავილაპარაკოთ რა ამ თემაზე რა იმიტომ კი არა ვინ არის დამნაშავე როგორ იქნება უკეთესად და ნუ მასწავლიან ადამიანები ნუ წერენ ადამიანები წერილებს რომლებსაც საწუთნელ პოლიგონზე ყავთ მარტო 20 ნანახი და ნუ იშორენ ზაზე გოგავასკენ ხელს. თქვენსკენ ხელს არავინ არ იშვერს, მოდი ბატონო ზაზა, არ გვინდა ეს. ამდენ დროს გაკარგინებენ ამ კომისიასაც, რომ აი დასაბუთებ მესმის თქვენი განშის ადგილი, მე რო ვიждე შეიძლება მანდ იგივე გავაკეთო. უყურეთ, აი მოდის რაღაცა და უნდა უპასუხოთ. მაგრამ ამ ხალხს ხო შეიძლება ერთხელ და სამუდამოდ რაღაცა ფორმატი შევქმნათ. და იმ ადამიანის გამწარებულმა ოჯახებმა იცოდნენ რომ მათი შვილები ბრძოლაში არ მიუტოვებიათ. ჩემთვის ეს მთავარია რა. პოლიტიკოსებს რაც უნდა ისაკეთონ, რაში მაინტერესებს? არა, ასე არ არის რაც უნდა ისაკეთონ. პოლიტიკოსებს რო ეკეთებინათ. იწყებენ და ამთავრებენ ესია. აი ეს არის ჩვენი ნახეთ ბატონო ზაზა კიდევ ერთხელ ჩვენ ყველას გვისმენს ჯარი, გვისმენენ ის ოჯახები ახსენეთ. ჩვენ უნდა კიდევ ერთხელ გავიმეოროთ თქვენი ნებართვით, რომ აქ არავინ არ არის იმისთვის, პირდაპირ გვიწერია მანდატში, რომ შეაფასოს სამხედრო გეგმა, ასე შემოუარე, ისე შემოუარე, იყოს სწორი არ იყო. ეს თქვენ თქვით, რომ თავდაცვის თემაა და ამის განხილვის შესაძლებლობა მრავალჯერ იყო და კიდევ იქნება იმედი მაქვს, მაგრამ აქ საუბარია პოლიტიკურ კომპონენტზე. თქვენ ბრძანეთ პოლიტიკოსები იწყებენ ასრულებენ ომს, ხო? ხომ არ იყო ისეთი ქმედებები, დავალებები? შეიძლება პოლიტიკოსები გაცემდნენ დავალებებს და ის პოლიტიკოსები კიდე დავალებებსაც იღებდნენ, ან ერთმანეთს ავალებდნენ. და გარკვეული ქაოტური პოლიტიკური სიტუაცია შეიქმნა, რამაც ჯარიც დააზიანა, მისი გეგმების ეფექტურობაც შესაძლოა დააზიანა და შესაძლოა უფრო მეტი ზიანი მოიტანა, ვიდრე ომს შეუძლია რომ მოიტანოს. ამას ვიკლებთ ჩვენ, თქვენ არ ფიქრობთ ასე, მაგრამ ჩვენ ვიკლებთ ამას, ამიტომ ნუ ნერვიულობთ. სამხედრო საქმის შეფასებით არ ვართ ჩვენ აქ დაკავებული. ბატონოსოს სიღრმეში ჩავდივართ ხშირად ამ საკითხს ვეხებით უბრალოდ ანუ მე მგონი არ არის ესე ემოცია ისეთი რომ რაღაცა აი დაანგრიო საქაურობა ამიტომ არის გულითად იმ ხალხს ვინც საფლავში წევს ხო გულითადი პასუხი უნდა კონდეს რა მეტი არაფერი ღია პასუხი უნდა კონდეს რა რაღაცაც ახლა გითხავთ ეს არ ეხება თქვენი გენშტაბის ხელმძღვანელობის პერიოდს შეფასება მინდა უბრალოდ თქვენგან რამდენად სწორი იყო ეს აქციები მის წინ ზოგი 2005-ში, 6-ში, 7-ში გაუქმდა სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი, ბატალიონი, კომანდო 10 ბატალიონი იყო თვარსტები ამერიკელების გაწვრთნილი. სპეციალური ძალების ბატალიონი, ჰოსპიტალი, რომელიც თბილისში იყო, სამხედრო ჯარების შტაბი. მარტო ერთი ბრძანებით ოქროაშვილმა 2000-ზე მეტი კაცი გაათავისუფლა ჯარიდან და ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ სადღაც 8500-მდე კაცს ამბობენ. ძირითადად გამოცდილი ზოგი ნაბრძოლი. შეიძლება ასაკშიც იყო და გასაშვებიც იყო, მაგრამ იმას თავისი ღირსებით უნდა გაუშვა, ხო? ზოგი უცხოეთში განათლება მიღებული, ზოგი შეიძლება რუსული აკადემიების ჰქონდა დამთავრებული, მაგრამ პატრიოტია და ქვეყნისთვის იბრძვის. მაგას მნიშვნელობა აქვს. შეფასება მინდა თქვენი ამ ფაქტის. მე შემიძლია ერთი შეფასება ვთქვა. ის რაც
ფაქტის კონსტატაციას აკეთებთ. ხო, მე ამაში გეთანხმებით და ერთ რამეს ვიძახი. თუ შეძლებთ აი ეს დანაყოფები, რომელიც ჩამოთვლილია, ნახეთ მათი მდგომარეობა. იმდროინდელი მათი მდგომარეობა. ეს ადამიანები, რომელიც ამას იტყვიან, თუმცა მე ამ დროს თავდაცვის სამინისტროში არ მუშაობ, მაგრამ მინდა რომ ამაზე პასუხი გაგცეთ. მეც კი იქ რაღაცა რომ მივედი რა დამხვდა, ну აი სრული კოშმარია ეს რა, ამის მოყოლაც კი არ მინდა. ამიტომ ნებისმიერი დანაყოფი თუ შეიძლება გადაამოწ რა მდგომარეობაში იყო. ერქვა კომანდოს ბატალიონი იყო 3 კაცი. მე პირდაპირ გეტყვით რა. სამშვიდობო ოპერაციების დანაყოფი იყო ტურისტების დანაყოფი. და იქ მოსახვედრად ქრთამს იხდიდნენ. რო იქ გამიშვი რა, მე იქიდან რო ჩამოვალ ხელფასი უკეთესი მექე. ამაზეა საუბარი. გავიგე, რაც დაზვერვა შეეხება, გეთანხმებით. სამხედრო დაზვერვა მე გაუქმებული და შეუდექით ეგრევე სამხედრო დაზვერვის შედეგი. შექმნას, რა ქვია, შექმნას და ესეთი რაღაცა უთხარი თავდაცვის მინისტრმა. მეთქი ამათმა 10 წელი ვარ მოგვიტანონ მეთქი ინფორმაცია, ამ ხალხზე არ უნდა გაბრაზდნენ მეთქი. და რატო? და იმიტომ რომ მეთქი არ არსებობს ეს. და სამხედრო დაზვერვა ის კი არ არის ზუგდიდის ბაზარში რა ხდება და ეგნეთის ბაზარში რა ხდება. უნდა იცოდეს რა ხდება დიასპორებში საზღვარგარეთ. უნდა იქ რას ფიქრობენ ჩვენზე და ასე შემდეგ. ეხლა ამაში არ წავალ შორს, მე მგონი ვიცით რაზეც საუბრობთ, ხო? ანუ მაგრამ ой საოცრება, ვაგზის ადამიანი, რომელმაც ყველაზე მეტი გაშვებული სამხედრო დააბრუნა შეიარაღებულ ძალებში. და ამას არავინ არ იძახის. ამათი 90% უკან ამყავს მიღებული. გავიგე რომ ქმედება რაღაცის ასე თქვა გადასაგ შეიძლება ვიღაცამ ხელი მორია ერთად და ეს წაიღო სადღაც, მაგრამ წარმოსახვით დანაყოფებზე მელაპარაკ. თქვენ მე დამნიშნეს პირველად იმაში რა ქვია, კოჯრის სპეცდანიშნულების ბრიგადაში. გაანათლოს მისული არც გადაცვლილი ჯვანია 31 დეკემბერს დამირეკეს მითხრეს მოვა პრემიერ-მინისტრი, უნდა სამხედროებთან ერთად იყოს. რომ მოვიდა, ხო? ალბათ გარდაცვალების დღემდე ახსოვს ის კოშმარი, რაც იქ ნახა. და ამას ესენი სპეცდანიშნულების ბრიგადას ეძახოდნენ. აი ამაზეა საუბარი. მეტი არაფერი რა. არის რაღაცები, რაც აი თუ გამომზეურება უნდათ გამოამზეურონ. აი ამაზეა საუბარი. ილაპარაკონ იმაზე ზაზა გოგავამ როგორი შტაბი ჩაიბარა და როგორ ელაპარაკებოდა გენშტაბის წარმომადგენლებს სათბირებზე, ამაზე ილაპარაკონ. რომ სრული დემოკრატია ქონდა და თუ ვინმე მეტყვის რომ იმ 2 წლის განმავლობაში ჯარში პოლიტიკა იყო, მე ამას არ დავეთანხმები. ჯარში მინუსი იყო პოლიტიკა 2006-დან 2008-მდე. მე არ ვიცი 2012-მდე იქ რა ხდებოდა და 6-მდე რა ხდებოდა. არ მაინტერესებს. ეს ესე იყო და მე ამას დავამტკიცებ. ამაზეა საუბარი. და ამ ხალხმა, აი თქვენთან ერთად, ყველასთან ერთად მინდა რომ ქვეყნის საუკეთესო შვილების რა მდგომარეობაში ყავდათ უნდა იცოდნენ. ჩამოთვლილი დანაყოფების დაკომპლექტება იყო, რა ვიცი, 10%-იც არა. კიდევ ერთი კითხვა. მე მგონი გავეცი, რა ვიცი, ამომწურავად. მაინც უტრიალებ იმ კითხვას რა, 6-მდე ესე თქვენ არ გქონდათ ინფორმაცია. თუმცა გრიგოლ ვაშაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მაშინდელი მოადგილე სხვა რამეს ამბობს, რომ ერთი თვით ადრე გქონდა ინფორმაცია. ერთი თვით ადრე დაწყებული იყო ცხინვალიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვა. ერთ თვით ადრე არა, 3 დღით ადრე გააკეთეს ევაკუაცია მაპატიეთ. გრიგოლ ვაშაძის ციტირებას ვახდე. გრიგოლ ვაშაძე არ ვიცი როგორი ძახის, მაგრამ 3 დღით ადრე თვალხილული, გადაცემული და ქმედებაში მოყვანილი 3 დღით ადრე გაიყვანეს ცხინვალიდან მოსახლეობა. სადღაც ივლისის ბოლოა თუ არ ვცდები, როდესაც ჩრდილო კავკასიაშიც კონკრეტულად ჩრდილო ოსეთის ტერიტორიაზე ხდება სამხედრო სწავლება დიდი რუსული. კავკას 2008. და შემდეგ აღარ მიყავთ ნაწილები უკან რჩებიან იქ. ამის შესახებ ინფორმაციაც უნდა ინფორმაცია გქონდა, მაგრამ არაოფიციალური. ერთი ფურცელი არ არსებობს დაზვერვის, მანახონ ერთი სტამპული ფურცელი, რომელიც გენშტაბს გამოუგზავნეს და უთხრეს რომ ამას ყურადღება მიაქციეთ. ამიტომ, როდესაც პასუხისგებლობაზეა ლაპარაკი, მარტო იმაში რა ქვია, იმებზე ნუ გადავიტანთ ამას რა. პირებმა რომლებმაც ან დაადასტურონ რომ ესე იყო, ან თქვან ისო არა გვაქვს ამის შესაძლებლობა, არ მე ვამბობ რაც არ მქონდა, არ მქონდა ამის შესაძლებლობა ვერ ვაკეთებდი. არ მქონდა იმის შესაძლებლობა იმ დროს რომ სადღაც ასე თქვა მეტი მასე ჩავსულიყავი. არ მქონდა დაკომპლექტებული
ისა რა ქვია რეზერვი ვლაპარაკობ ამას ხო ეს ხალხი ამას არ ლაპარაკობს ლაპარაკ ყველაფერი იყო და მოვიდა ეს კაცი დაანგრია ესე არ იყო არ შეიძლება ეს ბოდიში ჩემზე არ არის აქ ლაპარაკი არავის არ უთქვავს ეხლა მე არ ვიცი ვის გულისხმობ თქვენ რომ ის თქვენ რატო არ მოგცეს ჩვენ ინფორმაცია ჩვენ აქ მაგის განსარჩელად არა ვართ ნამდვილად და არც თქვენ არავინ არ გეუბნებათ პირიქით ჩვენ ვიცით რომ სწორედ ის დათხოვნილები თქვენ დროს მოხდა მისი აღდგენა როცა იყავით თქვენ გაერთიანებულ შტაბის ხელმძღვანელი თქვენი მონამორჩილი აქ ჩვენ რამდენჯერმე კი იმას მიმართულება რომ ჩემი საქმე აკეთებ სწორედ იმ ჯარისკაცებს იმ მებრძოლებს და ოფიცრებს და ყველას უდასტურებ ჩვენ ყველას დიდ პატივისცემას ვინც ამ ომში მიიღო მონაწილეობა ვინც გმირულად შეწირა თავი მათ ოჯახებს უხდით მადლობას თითოეულ ჯარისკაცს უხდით მადლობას რომლებიც დღესაც არიან დღესაც მსახურობენ ზოგი ვეღარ მსახურობს რამდენიმეჯერ თქვა ქალბატონმა თიამ და მინდა რომ იგივე გავემეორო აქ არ არის არ თქვენზე როგორც პიროვნულად გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი საუბარი რომ ან ეს რატო გაკეთდა ესე ჩვენ ვართ რეალობის წინაშე როგორ დავიწყეთ როგორ დავამთავრეთ აი ამის რეალობის წინაშე ვარ და ძალიან კარგი თუ აპოლიტიკური იყო მაშინ და სწორედ პოლიტიკოსები რო არ ჩარეულიყვნენ არც ის შედეგი ვექნებოდა რომელიც ბოლოს ჰქონდა არც ის იქნებოდა როცა ისე ბრძოლისველი იყო გაჩაღებული ჩვენი მებრძოლები იხოცებოდნენ და რუსთაველზე კონცერტი იყო ესეც არ იქნებოდა რო არ ყოფილიყო პოლიტიკური დატვირთვით ეს ყველაფერი გესხმიან თავს გვესხმიან ტერი ყავს ოკუპაცია მიდის რა გეზეიმება შედალოცილო შენ აი ამის გარჩევა გვინდა ჩვენ და აქ მიჯნავთ თორე არც თქვენ სტრატეგიას არც იმ ტაქტიკას საიდან უნდა შესულიყავით როგორ უნდა შესულიყავით ვინ უნდა გამოგეყვანათ ამაში რა უფლებაა გვინმე ჩაერიოს ეს იყო თქვენი გადასაწყვეტი აპატიეთ უბრალოდ აი იმით რომ გავყვეთ არ გამოგჩეს რამე ხო აკაში გეთანხმებით მე და ერთ რამაზე ამიტომ ვიძახი როდესაც არის შემოსული ინფორმაცია და ეს ინფორმაცია გავს იმას რომ კონკრეტული სამხედრო პირი ცდილობს რომ თავისი რაღაცა წარუმატებლობა დამალოს და დააბრალოს ხვას ეს არის რომ მე მაწუხებით მე არ ვაყვებით ჩვენ რა არა მაგას ვაყვებით ეყოფაც კაცო ნუ ვაყვებით ჩვენ აქ კონკრეტულად ვისაუბროთ იმ თემებზე რაც არის კომისიისთვის საინტერესო თორე ეგეთი რაც კი ინფორმაცია არსებობს ის ინფორმაცია რომ დასტურდებოდეს თქვენ ეს კარგად იცით რაც ინფორმაცია შემოდის და რაც ხორებაში ყოფილა ის რომ დასტურდებოდეს ამას ყველაფერს გადამოწმება უნდა გადამუშავება უნდა და სწორედ უნდა მოტანა ამას ნუ მიაცეთ ყურადღებას ამის თქმა მინდოდა მხოლოდ ბოდიში კიდევ ერთი თქვენ წეგან თქვით რომ თუ სწორად მახსოვს 1995 წელს დაიწყო თქვენი მუშაობა როგორც სამხრეებიანი ადამიანი პოლიციაში არა უშროების სამსახურში უშროები მაგრამ 95 წელი 95 და 2008-ში ხდებით უკვე გენერალ-მაიორი ხო 2008-ში ბრიგადის გენერალი ანუ 13 წელიწადში მიდიხართ გენერლამდე კი ბატონო მადლობა და ბოლო კითხვა და ამით ვამთავრებ. მე მგონი არაფერი არ არის გასაკვირი. არა, არაფერი. ისე დავაზუსტე. ნიშნულობა შეიძლება კონდეს დაგეგმვა რამდენად სწორად ხდება ხოლმე ომის. 1992-93 წლებში, როდესაც აფხაზეთში ომი არის, თქვენ ხართ სტუდენტი, ხო? აფხაზეთში არ ყოფილ. არა. მადლობა. ბატონო ზაზა აქ მოვისმინეთ უბრალოდ გვაინტერესებს ფაქტად ეს სამხედრო კომპონენტი არ გვეხება ჩვენ გვაინტერესებს პოლიტიკის ნაწილი რამდენად იყო ჩარეული ამ საქმეში რომელიც ხელს უშლიდა სამხედროებს რამდენიმე ინფორმაცია მოვისმინეთ ადრეც იყო გამოქვეყნებული აქაც თქვა კომისიაზე რომ საბრძოლო მოქმედებების სიახლოვეში მოიყვანეს რაღაცა სპეციალური სატვირთო მანქანები, სადაც იყო დატვირთული დროშები, ხმის გამაძლიერებლები, ანუ მიტინგისთვის საჭირო ატრიბუტიკა. თქვენთვის ეს ცნობილია? მინახია მე ეს ადგილი. ანუ ეხლა უყურეთ რა ხდება, რატო ვამბობ მე ამას. ცხინვალში შესვლის სპონტანურობაზე პოლიტიკოსების მხრიდან და არა თქვენი მხრიდან თქვენ შეიძლება სხვა ამოცანა გქონდათ ყურადღების გადატანაც თქვით მაგრამ პოლიტიკოსები ამას თურმე აღიქვავდნენ რომ ცხინვალი უნდა აეღო და იქ მიტინგი ჩაეტარებინათ არ ვიცი მაგრამ ადგილი ნანახი მაქვს რაზეც ლაპარაკობთ მოტანილი იყო ეს დროშები და ეს ადგილი ნანახი მაქვს ეხა იმისთვის იყო მოტანილი თორე გეუნები ადგილას გაქვს ეს ნანახი გორი არის ეს
და ამ დროს მიდის ომი და ეს იგი მიდის ომი, მაგრამ ეხლა არა, ესეც მოსახლეობისთვის და იმისთვის, რომ რა განწყობა ქონდათ პოლიტიკოსებს, არა ის რა ამოცანებით სამხედროებს ქონდათ, არამედ იმათ რაღაც სხვა განწყობები ქონდათ. ეს ხო ფაქტია. აბა საბრძოლო მოქმედებების ზონაში მიტინგისთვის საჭირო ატრიბუტიკაც რომ მიიტან, ის საბრძოლო ამოცანის შესასრულებელი რო არ არის, ესეც ფაქტია. კარგია რომ ადასტურებთ, რომ ესეთი თვირთი საბრძოლო მოქმედებების ზონაში ნახეთ. თქვენ არაფერს შუაჩეხებთ, ახლა თქვენ ამას ვერ გადაწყვეტეთ. ადობთ. ბატონ ზაზა, მოგეთ ჯერ რაშიც გეთანხმებით იმას გეტყვით, რომ ნამდვილად ესეა, რომ პოლიტიკოსები იწყებენ ომს და პოლიტიკოსები ასრულებენ. ეს სხვათა შორის სწორი და სიმბოლური გამონათქვამი იყო ნამდვილად განსაკუთრებით ჩვენი კომისიის მხრიდან, იმიტომ რომ სწორედ ამ ნაწილს ვიძიებთ ჩვენ და ეს ნაწილია ჩვენი მანდატი, როგორც იტყვიან. მე მინდა ყურადღება გამომხვილო რასაკითხთან დაკავშირებით. ჩვენ აქ ყავდნენ ადამიანები, რომლებმაც ასევე დაადასტურეს ის, რომ ეს ეგრეთ წოდებული მოთმინების პოლიტიკა, იქ რაც მიდიოდა, თქვათ, ხო, ცხინვალის მიმდებარედ და ასე შემდგომ, ყოველთვის ამართლებდა და თქვენც თქვით ის 2006 წელი იყო, თუ 7 წელი იყო, როდესაც იყო ისეთი მომენტები, როდესაც იძაბებოდა სიტუაცია, თუმცა შემდგომ ძალისხმევით ნელ-ნელა განაინტრალდებოდა ხოლმე. ასევე ახსენეთ, რომ გარკვეულია, თქვათ, სროლებით და სხვადასხვა კონფლიქტები არსებობდა, მაგრამ ამასაც ასევე არაშიც ასევე გეთანხმებით, რომ მოთმინების პოლიტიკით პასუხობდით და 100%-იანია ეს ბოდიში შეგაწყვეტიეთ, გეთანხმებით, რასაც ამბობთ, უბრალოდ მან ესეთი რამე უნდა ჩავუწოთ, რომ ჩვენი ჩართვის დონემდე არ ჩამოდიოდა ეს, ანუ დავალება არ იყო, რომ ჩვენ გადაგვეწყვიტეთ. გასაგებია. ამ პროცესს უყურებდით და მე მეტი შემილია გიცათ, ყოფილა შემთხვევა, რომ მაგალითად გადაბაზირება გამიკეთებია ხოლმე რაღაც სამხედრო ნაწილის, ხელშეძლობა ქონდათ იმათ, თუ რაღაც მდგომარეობაში და ამას მოუტანია შედეგი, ყოფილა ესეთი რაღაცეები. მაგრამ არა ის, რომ თავდაცვის სამინისტროს ევალებოდა, რომ ეს ჩააკრეთ. გასაგებია და მოყვებით ნამდვილად, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გზა. ასევე თქვენ ახსენეთ, მოვედით უკვე 2008 წლის 7 აგვისტომდე, როდესაც თქვენ თქვით, რომ იყო ასევე შეკრება, ჯერ კეზერაშვილი ესწრებოდა, მერე თქვენ დარჩით სამხედროები. კი ბატონო, და 7-ში ხა სამხედროები ხართ, რა თქმა უნდა, ეჭვია რომ ესეპარება, რომ თქვენ გაქვთ შესაბამისი ინფორმაციაც, ხედვაც, შეფასებაც და ასევე აღნიშნეთ, რომ კი როგორც ადრე რაღაცეები შეიძლება იყო, თქვათ რაღაცა პატარა კერები, მაგრამ ასევე დაიშალეთ ისე, რომ თქვით, რომ აქაც იგივე მოთმინების პოლიტიკა უნდა იყოს, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, არავის არ უნდა იზუბედურება სამწუხაროდ რაც მოხდა. ეს ხდება უკვე 7 აგვისტოს. და 7 აგვისტოს თქვენ ეს სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ, სამხედროება ვიმეორებ, თქვენ ხართ უმაღლესი მთავარსარდალი სააკაშვილია, ამავე დროს არის პოლიტიკოსი, ამას ხას უსვამ. ამავე დროს არის პოლიტიკოსი. იმის მერე პირველი სამხედრო პირი ბრძანდებით თქვენ. და ასევე მერე ყველა დანარჩენი თანამდებობის პირები და ამას ადასტურებს, რომ 7-ში თქვენ ისე დაიშალეთ, რომ ეს მოთმინების პოლიტიკა თქვით, რომ არის სწორი და კიდევ ერთხელ ხას უსვამ, რომ ეს ნამდვილად ესეა, მეც ვადასტურებ, რომ სწორი გადაწყვეტილებაა, თუმცა რამდენიმე საათში რეკავს პოლიტიკოსი თქვენთან, უმაღლესი მთავარსარდალი, მაგრამ ვიმეორებ, ჯერ პოლიტიკოსი გახდა ის და მერე გახდა უმაღლესი მთავარსარდალი და მიუხედავად თქვენი სწორი გადაწყვეტილებისა, გეუბნებათ, რომ გახსენით ცეცხლი, ანუ იმ კერებზე და თქვენ ამაზე გვიპასუხეთ, რომ რეაქცია რა იქნებოდა ეხლა, როცა გირეკავს უმაღლესი მთავარსარდალი, მაგრამ პოლიტიკოსი, რომ ჩვენ უნდა მოგვეძებნაო ეს ცეცხლები, საიდანაც იყო, ეს ცეცხლის კერები და ეხლა ცეცხლის კერები უნდა მოგეძებნა და მე უნდა ჩაგეკროთ. ხო, თქვენი აზრით, აი თქვენი სწორი გადაწყვეტილება რაც მიიღეთ, რამდენიმე საათში საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მართალია უმაღლესმა მთავარსარდალმა, მაგრამ განმეორდები პოლიტიკოსმა პირველ რიგში, რატომ მიიღო? ანუ სამხედროები, თქვენი გამოცდილება, დანარჩენი სამხედროები, როგორ შეიძლება ხა თქვენ არ ქონოდათ სამხედრო დაზვერვა მუშაობს, დანარჩენი სამხედროები ამდენი ადამიანია და შეხედა სიტუაციას, გაანალიზა
არა პოლიტიკოსები ბრძანდებოდით, მაგრამ მიიღეთ სწორი სამხედრო და პოლიტიკური გადაწყვეტილება და აი რამდენიმე საათში თქვენ აზრს ვამბობ, ამ შემთხვევაში თქვენს მიმართ კი არა, მაგრამ პრეტენზია, თქვენ აზრს ვამბობ, რომ გვაინტერესებს, რომ რატომ შეიძლება მიიღო უმაღლეს მთავარსარდალს ეს გადაწყვეტილება? სწრაფად ცვალებადი დინამიკა ამ დროს ამ კონფლიქტის ადგილზე და სრულიად შესაძლებელია, რომ იმან მე რაც განვითარდა იქ ეს ყველაფერი გამოიწვია. ამიტომ აი ეს არ არის რომ როგორ ანუ თქვენ უშვებთ იმას, რომ თქვენ რა ინფორმაციაც გქონდათ, არ იყო სწორი? არა, არ იყო სწორი არა. მე მაქვს ინფორმაცია, რასაც უყურებ და ინფორმაცია ნელ-ნელა მოდის და ილექება, ხო კიდე შემოდის, მას გადამოწმებას უკეთებენ და ასე შემდეგ. დანაყოფები პირველად ინფორმაციას არავის არ აგზავნიან. მათ აქვთ მაგალითად, რომ აი რაღაც რამოდენიმე ტექნიკა თქვათ გამოძრა მაშინ რა ქვია. არა, ნახეთ ბატონ ზაზა, აქ მნიშვნელოვანი მომენტი ერთი ეს გავიაროთ რა. ტექნიკის გადაადგილებას კი არა საუბარი ცეცხლის კერების ჩაქრობაზე. ხო და სწრაფად იცვლება იქ სიტუაცია, დაწოლა მეტია, ანუ ინტენსივობა ცეცხლის მეტია. მივხვდით რაშია საქმე? ანუ თქვენ უშვებთ იმას, რომ ცეცხლი იყო ნამდვილად ისეთი რომლის გამოც დარეკა უმაღლესმა მთავარსარდალმა და პირდაპირ გიბრძანათ, რომ ცეცხლი გაგეცნათ? ორი დაღუპული სამხედრო პირი მყავს რაც. რომელიც ვერ გამომყავს. ნახეთ ბატონ ზაზა, ეხლა ჩვენ მაშინ აქ რიგით ადამიანებს კითხვა გვიჩნდება ალბათ საზოგადოებასაც. თქვენ წინარე პერიოდი რაც მოყევით, მთელი თქვენი ბიოგრაფია, მთელი თქვენი პროცესები და ასე შემდგომ, აბსოლუტურად სწორად მოყევით და სწორად მიყავდათ ეს პროცესი. ეხლა თქვენ თუ უშვებთ იმას, რომ მთელ ამდენ სამხედრო ხელმძღვანელობას, მთელ ამდენ დაზვერვას, იქ მყოფ ადამიანებს, საიდანაც ინფორმაცია თქვენ მოგდის ჯერ და მერე მივიდო და უმაღლეს მთავარსარდალს, ანუ და ამას გარდა თუ თვლით და უშვებთ იმას, რომ იქ ცეცხლები იყო, ეს რა რატო არ აჩვენეთ ვინმეს ან საზოგადოებას, ან პარტნიორებს, ანუ ცეცხლის კერები თუ იქ იყო. რეალურად სამწუხაროდ ჩვენ ნახეთ არაც ხინვალეს ხარეს როგორც თქვენ მძარებთ, მაგრამ ამ მნიშვნელობა აქვს, აქედან როგორ შეუტიეთ თქვენ. ეს ნახეთ ტელევიზორში. მაგრამ თუ ეს მართლა რეალურად იქიდან იყო, რატო არ ვაჩვენეთ საზოგადოებას, ელემენტარულად გაეროს უშიშროების საბჭოს რატო არ მიმართა უმაღლესმა მთავარსარდალმა, რატო პარტნიორებს არ გავაგებინეთ და რატო არ ავტეხეთ ერთი ამბავი, რომ ჩვენ კი არ ვიწყებთ მეგობრებო ამას, არამედ აგერ ცეცხლის კერებია აქ და ამის საპასუხოდ ვაკეთებთ ამ უზრუნველყოფას. თუ ეს ასე იყო. ჩემი მიმართულებით არ არის კითხვა, რა ვიცი. არა, ბატონ ზაზა, ნახეთ მე წერილი არ უნდა გამეგზავნა არსად. არა, წერილი მას უნდა გაეგზავნო, უბრალოდ თქვენთან კითხვა გქონდა. მაგრამ დაძაბულობა ამ დონის რო იყო ქალბატონთიას უკვე მოეხსენება, იმიტომ რომ ბევრი დეტალი იცის ფაგასთან მიმართებაში და ეს დეტალები შეგვიძლია იქნახოთ. გავიგე, მაგრამ ნახეთ რა შეასაქმე. აქ ჩვენ საუბრობთ ზუსტად იმაზე, რის გამოც მათ შორის ქალბატონთია და მთელი იუსტიცია და კიდე სხვა ძალოვნები წლების განმავლობაში იქ იბრძოდნენ იმის გულისთვის, რომ ეს სიმართლე დადგენილიყო და ის მტკიცებულებები ამას ვამბობ მე, რომ რაც ბევრი ექნებოდათ, უფრო მალე მორჩებოდნენ. და აი ნახეთ რას ვამბობ, მე მეგონა რომ თქვენი უფრო სხვა პასუხს ველოდებოდი, რომ თქვენი ინფორმაცია კი იყო სწორი, მაგრამ ეხა მთავარსარდალმა მიბრძანა და ნუ გასაგებია ეს, რომ მიბრძანა და შესაბამისად გავაკეთე. და თუ თქვენ მაშინ კითხვა მაქვს, თქვენ ხო თქვით რომ დაგვედგინა უნდა ცეცხლის კერები და მე დაადგინეთ ცეცხლის კერები. და სად იყო ეს ცეცხლის კერები? ეს არის მარცხენა ფლანგი ავნევინულის ასე თქვა სადმე არის რამე დოკუმენტი? არის უკვე ეს დოკუმენტები ჰაგაში დევს და ეხლა კითხეთ ქალბატონთიას და გეტყვით ახლა მე როგორ უნდა გითხრათ ჩემს მეტი უკვე იცით ჰაგის სასამართლოში ეგ მტკიცებულებები უკვე დევს როგორც ფოტო ისე აი მითი რა ქვია იმას თავისი კოორდინატებით და ყველაფრით ამაში დიდი შრომა გაძეს მე შემილია თქვა გოჩა ლორდკიპანიძე ბექა ძამაშვილი რა ვიცი საათობით კვირაობით, წლობით მუშაობდით ერთად, ამასთან დაკავშირებით. ანუ მე გულისხმობდი ბატონზე საცეცხლე წერტილებს, იქ სადაც თქვენ აღმოგეჩინათ და შემდგომ ეს ჩაგეკროთ. და პასუხი იმაზე, რომ თქვათ, რატო არ მოახდინა მთავარსარდალმა იგივე პოლიტიკოსმა გაგზავნა უშიშროების საბჭოში, გასაგებია თქვენი მოვალეობა თქვენ კი არ იყო, უბრალოდ თქვენი პოზიცია მაინტერესებდა ამასთან დაკავშირებით და ერთი საკითხი კიდე. კი ბატონო.
თქვენ აბსოლუტურად სწორს ამბობთ, რომ 2006-8 წელშიო იქ რაც იყო აპოლიტიკური იყო ეს ასე ვთქვათ თავდაცვის სამინისტრო და გასაგებია გეთანხმებით, მაგრამ 2003-დან 2006 წლამდე სწორედ ის პოლიტიკური პარტია იყო ხელისუფლებაში, რასაც თქვენ მოიხსენიებთ აბსოლუტურად სწორად, რომ ხარვეზიანად იყო თავდაცვაში დაანგრეული იყო იქ ყველაფერიო ბატალიონში მოვიდა ჟვანიაო თქვენ რო დაინიშნეთ იყო უკვე 2007 წელი, ხო ესეა? არა. 6 წლის ბოლო. 2005. მე როცა 6 წელში არ დაინიშნეთ. 6 წელს დამინიშნე გენშტაბში. 2005-ში კი ბატონო. როცა დანაყოფის მეთაურობა 2006-ში რო დაინიშნეთ გენშტაბში, რომ მიხედით კიდე პრობლემები დახვდათ იქ, ხო? კი ბატონო. ეს 3 წელი სწორედ ის პოლიტიკური პარტია იყო ხელისუფლებაში ბატონ ზაზა, რომლის წევრიც თქვენ ამდენიმე ხნის განმავლობაში იყავით. ეს ისე უბრალოდ საზოგადოებისთვის რა, ანუ საყვედური აქ ჩვენს მხრიდან კი არ არის იმ პოლიტიკური პარტიის მხრიდან, მათ შორის თავდაცვის სამინისტროში არსებულ სიტუაციაზე. კითხვა ვერ გავიგე. არა, კითხვა. ის შეიარაღებული ძალები, რაც ახლა საქართველოს ყავს, ზუსტად იმ დროს არის ბატონ ზაზა რომ ჩვენ კარგიც თქვით, მაშინ კაცო რა ლაპარაკი რა. მე ლაპარაკებით როგორც პოლიტიკოსი. არა, ნახეთ. მაშინ თქვით რომ თქვენ რასაც აკეთებდით, სწორად იმას ხო ვამბობ. მე ჩემზე არ არის მარტო ლაპარაკი კაცო. აბარაზია. ჩემამდეც აკეთა იქ ვიღაცამ რაღაცა. თქვენამდე თუ აკეთათ, თქვენ რატო აკრიტიკებთ აბა სისტემას? არ გეკამათებით. მე არ გეკამათებით. მე ფაქტის კონსტატაციას ვამბობ. სულ რაღაცა 5-10 წუთის წინ თქვით თქვენ რომ რა დღეში იყო ისო ერთი განახალთო და მე უბრალოდ ეს ფაქტი მოვიყვანე. ის ხელისუფლება იყო პოლიტიკური პარტია, მაგას ვამბობ. რო აკრიტიკებთ იმას, სწორად აკრიტიკებთ. ხო არ ვამბობ, არასდროს აკრიტიკებთ მეთქი და ის დონეც რაც შეერაგებულ ძალებშია, მაშინ მიიღწა. ასე გვინდა თუ არ გვინდა ესეა. დავქნათ. ფაქტი ესეა. მადლობა. არაფრის. ბატონ ზაზა. მე ის რომ დეტალებს ვაქცევთ ყურადღებას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მარტო ჩვენ არა და ყველას ერთად გვაწუხებს ეს დეტალები. ჩვენი ქვეყნის პრობლემებზეა და ჩვენი ქვეყნის იმ გამოწვევებზე, რასაც დღეს ვარჩევთ და ეს საზოგადოებასაც ძალიან აინტერესებს. 23 საათსა და 45 წუთზე, როდესაც დაგიკავშირდათ სააკაშვილი და გითხრათ, რომ ისინი ჩააქრეთო. და თქვენ იცოდით ის რეალობა ჯარის, რაც აგვიღწერეთ, ის პრობლემები, მშენებლობის პერიოდი და არ იყო ჯარი, როგორც ხვდებით, იმ ჯარი ბოლოში არასდროს არ იქნება. ხო, იმ დონეზე მზად რომ მსგავს გამოწვევებს შეიძლება გამკლავებოდა, ხო? კონდათ თუ არა თქვენ ან უთხარით თუ არა, ან ჩააყენეთ თუ არა საქმის კურსში, რომ ამ ცეცხლის საპასუხოდ ჩასაქრობად ცეცხლის გახსნას შეიძლებოდა მოყოლოდა ესკალაცია მდგომარეობის. ხო, რა თქმა უნდა, ამაზე საუბარი იყო. ჩვეულებრივი მომენტი. ხო. და თუ ესკალაცია წავიდოდა სიტუაციის, რაც რეალურად მოხდა, არ იყო დაგეგმილი მოსახლეობის გაფრთხილება და მათი ევაკუაცია. ამის შესახებ თუ მიაწოდეთ ინფორმაცია უმაღლეს მთავარსარდალს. წინასწარი ზომები, აი როგორც თავდაცვის ოპერაციისთვის მიღებული არის. კი, მაგრამ თქვენ ანალიზს ხო უკეთებდით რა შეიძლებოდა მოყოლოდა ამ ცეცხლის საპასუხო ცეცხლის გახსნას? ხო, შეიძლება ანუ წარმოიდგინო ეს. უბრალოდ საფრთხის მესმის გასა. ხო, თუ აუხსენით მას ეს საშიშროება. მაქსიმალური რისკი უნდა დასვა, გასაგებია, რაზეც აქვს საუბარი, სამხედრო საქმეში ესეა მაქსიმალური რისკი და შემდეგ მერე იქიდან უნდა წამოხვიდეთ. ქონიათ თუ არა ამაზე საუბარი, ან გაუშვით თუ არა ამას ხაზი, რომ არის რისკი? სხვა დროსაც ქონია ამაზე საუბარი. არა, იმ მომენტში ხა ღამის 12 საათს რომ 15 აკლია, მაგრამ ამ რისკების შესახებ საუბარი ქონია ხოლმე. და მისი რეაქცია რა იყო, რომ მიუხედავად ამისა არ იყო ესეთი ზერელი რეაქცია, რომ ეხლა არ მაინტერესებს რა მოხდება, ეგეთი რამე არ. მაგრამ ეს არის. მაგრამ თქვენ გააფრთხილეთ ასეთ საშიშროებას. ეწვის ხიდია, რაზეც ბევრჯერ გაგვივლია მაქამდე და ვერ გავიარეთ, ეგრე გამოვიდა. გასაგები.
იმის თქვენ აღნიშნეთ, რომ საშუალო გოლს ვავალებდიო, ამ შემთხვევაში მერაბიშვილი იყო რაღაცა საშუალედო ბრძანება, საშუალო გოლი, საშუალედო ბრძანება, რომ საშუალედო ბრძანება შეიძლება არასწორად თქვი. მან დანაყოფები, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრო, შინაგან საქმეთა მინისტრია, ის მოადგილეა და კურატორია გარკვეული დანაყოფების და მასთან ნებისმიერი მათი უზრუნველყოფა ოპერაციაში. ხო, რაც შეიძლება ისეთი იყოს, რომელიც მთელი ამ იმაში ჩამოხსნა შენ დანარჩენ დანაყოფს, ამაზე დარდი ფიქრი, ეს ყველაფერი ამისთვის უკეთეს რამეს ვერ ნახავ, რომ გამოიყენო ადამიანი, ვისაც ესენი მშვიდობიან პერიოდში ექვემდებარებიან რა. გარდა მერაბიშვილისა იყვნენ სხვები ესეთი საშუალო და ავალებდით თუ არა სხვაებს ზგავს დახმარებას მე შემიძლია გითხრათ უყურეთ წარმოიდგინეთ რომ კიდე იქ მიუბრუნდები კარგი კითხვაა და საზოგადოებას ამაზე აინტერესებს რა თქმა უნდა რამდენი ადამიანი იყო ჩართული როდესაც ადამიანებზე ვიზეთ საუბრობთ ყველა მათგანი არის უშიშროების საბჭოს წევრი ეს არის კონსტიტუციური მოწყობა საქართველოში შეიძლება გაგიკვირდეთ მან გეცოდინებათ ახლა ამას გადაამოწმებდით როდესაც გაერთიანებული შტაბის უფროსი არ არის უშიშროების საბჭოს წევრი ნებისმიერი მე და ჩემთან კომუნიკაციაში მყოფი ადამიანი რომელიც მე პოლიტიკურ ხედვებს მომაწვდის ბრძოლაში მე ის ადამიანი ყოველთვის მინდა რომ გვერდით მყავდეს ვინც ამ საკითხებს გადამიწვიდავს რაღაცას მომიგვარებს მეტყვის რომ გარეთ სიტუაცია როგორ არის პარტნიორები რასაკეთებენ და ამის ეს მაინც პოლიტიკური გადაწყვეტილებაა ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა რომელიც მე მჭირდება როდის უნდა გავჩერდე როდის რა მიზანს უნდა მივახციო რა უნდა გავაკეთო რა არის ჩვენი მიზანი ხო აი პირდაპირ გეტყვით 5 დღეში შეწყდა ომი ხო საქართველოს შეიარაღებული ძალები ამას გააგრძელებდა არ ვიცი რამდენ ხანს მაგრამ დღეს შეიარაღებული ძალები არ იქნებოდა ამაში მერწმუნეთ გააგრძელებდა იმიტომ რომ არავის არ უნდა წაგებული ომიდან წასვლა ყველა მეომარს უნდა რომ თავაწეული დაბრუნდეს სახლში ხო ამიტომ ის რომ მათ გადაწყვეტილება შემდეგ მიიღეს რომ აი ეს ომი სადღაც უნდა გავაჩეროთ იქ ცეცხლის შეწყვეტათ ეს დანარჩენი მათ კისერზეა და მე ესეთი კომუნიკაციის საშუალებები მჭირდება და მაქვს მათთან ზუსტად ეს დაგისვით ჩემთვის ეს ადამიანი პირველ რიგში არის შინაგანსა თავდაცვის მინისტრი ხო თავდაცვის მინისტრია რომელიც შემიძლია თქვა რომ არ ვიცი 24 საათი მე გვერდიდან არ მომცილები ეს სწორია სტრატეგიულად ეხლა ვიღაცა იტყვის ზუსტად ეს ვიკითხე რომ თბილისში დავიყავით ჩვენ აქ და აქედან რაღაცას სასწაული მის გარდა სხვები თუ იყვნენ და ვინ იყვნენ ეს სხვები მის გარდა ვინც მსგავს რაღაცას გვერდში არ მოგშორებიან გირჩევდნენ ესეთი ბევრი იყო თუ ცოტა რა ძირითადად ესენი იყვნენ შინაგან საქმეთა მინისტრი თავდაცვის მინისტრი თავდაცვის მინისტრი შემიძლია თქვა რომ აი არ მუშაობია გვერდით აი შემიძლია თქვა რომ ამ წუთში აქ იყო იმ წუთში იქ იყო კიდე ვინ იყო ხო ხშირად მინახია ივანე მერაბიშვილი ინახია ადეიშვილიც აი მთელი უშიშროების საბჭოს თითქმის აი ძირითადი 40-50% ხშირად მინახია ვისაც ესეც შეიძლება დაერეკა ვიღაც შტაბის უფროსისთვის და არა მე ვიძახი აი შტაბის უფროსს რო დაურეკას და რაღაცა ბრძანება გააცნო რომ ან დაბრუნდი თუგან ან რაღაც თუ ჩემგან არ ეკნებოდა მას ამაზე ასე თქვა რა თქმა უნდა უთქვენოთ აი ამ ადგილში ჩაერიე გამორიცხულია და აქ მეორეს აი უბრალოდ რბილ რაღაცას დავსვაურეთ ომია ყველა მიცის რომ სამხედროებიანი ანუ სამხედროები არიან ნომერ პირველი ადამიანები ქვეყანაში და ეს იცით სამხედროებისთვის რას ნიშნავს უყურეთ წარმოგიდგენიათ ახლა სიტუაციას გეტყვით როდესაც გეგმა კეთდება და იქ რო თქვეს რომ აი ზაზამ გეგმა გააკეთა და გაგვაცნო ხო იმ საველე იმაში და იმ საველე იმაში მითო გავაკეთე ეს რომ იმ პირველი პასუხის მერე ყველაფერი შეიცვალა იქ ის რაც კარგად დახატული მქონდა სადღაც თავდაცვის გეგმა ისიც გადასაგდები გახდა და ეს არავისთან არ არის ამაზე საერთოდ საუბარი რომ ეს ჩვეულებრივი რეალობა ომის დროს ხო იქ რო ქაოსი დაიწყება იმ დროს და ვაიმე და რაღაცას ვერ აღმოაჩენ ესეც სწორი მაგრამ აი ამ მომენტში რას საუბრობდით შეხედე ამ მომენტშია ზუსტად რომ ეს ადამიანები ჭირდება შენ გამტარები აი კითხვაც იყო უსმენდი მე ამას იმ მონაკვეთს რომ ისა თუ ქონდათ საერთო წვრთნები ხო
არც ამ დონეზე იყო ჯერ მისული ის რომ აი უწყებათა შორისი რაღაცა წნები ჩატარებული იყო ეს იმასა ანუ არ არის რაღაცას დის ტემპში მიდის სადღაც მიდის რაღაცა ვითარდება რაღაცა წინ უსწრებს რომელიღაც დანაყოფი კარგად არის ამიტომ მაგრამ თუ აქ და როდესაც ვაკეთებ გეგმას იქ არის დაქვემდებარების ჯაჭვი ეს არის აუცილებელი ზაზა გოგავა თქვათ შმაგით ელია თქვათ ოსეფ აიშვილი იმარეს ნაირაშვილი ეს არ არის ოფიციალური არა ეს არის ოფიციალური ეს არის იერარქია რომ ზაზა გოგავას რომ არ მოგცემს ბრძანებას ესე იგი ზაზა გოგავა არ არსებობს დაიღუპა სადღაც ბუნკერში ან ბრძოლის ველზე და მის მერე ჩამოსული ბრძანება პირი კომპეტენტური პირია რომ ბრძანება მოგცეს ან გადმოგცეს მაგრამ ამაში არ შედის პოლიტიკური არა ამაში უყურეთ რა შედის შეხედეთ ესენი პოლიტიკური პირები არიან, მაგრამ შენ უწყებრივად გექვემდებარებიან. პირდაპირ შენ ბრძანებლობაში გადმოსული ადამიანები არიან. მიხვდით? და აქ შეგიძლია გამტარი იყოს ინფორმაციის, რომ მან ეს უკეთესად მოაგვაროს, თორე დავალება თუ ჭანაშვილი იმას იტყვის და ვიღაცა იმას იტყვის, რომ აი ამან დაუსვა დავალება, ну არ ვიცი, ხელს ავწევ და ვიტყვი, რომ ну არაფერი არ მოხდა რამქვე. და პლუს ამას და თუ შენ სამხედრო პირი ხარ და გამოგეცხადა ვიღაცა მუნიციპალიტეტის გამგებელი რა ვიცი იქ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და გეუბნება რომ აი ესე უნდა შეასრულო და შენ შეასრულე სამხედრო ტრიბუნალზე ხარ წასაყვანი იმ წუთში ას ქვია შეასრულე ას ქვია წესდებითა გაქვს ეს ყველაფერი შენზე დგას ეს ყველაფერი და შენ ვიღაცა გამვლელს უთხარი რომ მე ამას ვაკეთებ და მე მოდიხარ სადმე და ამით თავს იმართლებ ეს სიცხვილეა ასაგები კიდე ერთი რაღაცას მინდა შევეხო. თქვენ თვით რომ აი ეს ცხინვალზე დაწოლა, ცხინვალის შემოგარენზე დაწოლა, იმიტომ გავაკეთეთ რომ ევაკუაციის გეგმა განხორციელებულიყო. ეს თუ იცოდა ეს ამბავი სხვა ბრიგადებმა, შტაბებმა რომ ეს გეგმა მიმდინარეობდა, რომ იმათაც ინფორმაცია ქონოდა. მათ თავის განსაზღვრული ამოცანა აქვს, თავის რაიონში არიან და თავის კონკრეტული ამოცანა. ამ დროს სტრატეგიული ამოცანის განდობა არ არის საჭირო. არაფერში არ არის. ხო, მაგრამ ხო შეიძლებოდა იმათ რაღაც შეცდომით, სხვანაირად ეფიქრათ რაღაც. სხვანაირად ეფიქრათ არა, უყურეთ, თავარია ინფორმაციის არ ქონის გამო. ზედმეტი ინფორმაცია ხშირად პრობლემაა. გეთანხმებით შეიძლება იყოს. ინფორმირება უარესია, მაგრამ ზედმეტი ინფორმაცია რომ იქ რაღაცა, აი კი, მაგრამ ეს ხალხი მოსახლეობის სიცოცხლეს ეხებოდა და ევაკუაციის იმ 20 თაურს ვინც იქ იყო დიდი პატივისცემით მაგრამ ის რომ ეხლა თუ უყურებს ამ ეთერს ხო უნდა თავის თავს კითხვა დაუსვას ის რაც მან კონკრეტულად ტაქტიკურად რაღაცა თქვა რომ ესე არ არის ხო ნუ ეს არაფერში არ წერია ეს რა არაფერში არ წერია ეს აქ აშვაში ამიტომ კი ბატონო კარგით და ომის შედეგების თქვენი აი ანალიზი რა იყო ბოლოს თუ ქონიათ დამჯდარ ხართან თქვენიანებთან მე არ განვაცხადე და ეხლაც ვაცხადე ეს დოკუმენტი დევს თავდაც სამინისტროს ეს აქ ჩემი გაკეთებული დებრიფინგი ყველა მეთაურთან ეს დევს შეადარონ შემდეგ გაკეთებული მეებს და ნახონ რომელი უფრო კრიტიკულია, რომელი უფრო რეალურია. მეც არ ვიტყვი. ყველა მეთაური იყო თუ ზოგიერთი? ყველა იყო. თითქმის ყველა. ის თითქმისში არ შედის რატომ? თითქმისში ვინც არ შედის? 99% შემილია რომ ყველა მეთაურია. და ვინც არ იყო მიზეზი ხო არ მოგიკითხავთ რატომ? შეიძლება ერთი ადამიანი ყოფილიყო რომ სადღაც ეს არის პერიოდი როცა კიდე თბილისის გარშემო რაღაც გამაგრებებია, ისინი გადიან გამოდიან. გაგვიგია ეგ 99% ამას ესწრებოდა და ნუ მე შემიძლია ვთქვა რომ ეს არის ის დებრიფინგი, რითაც მე ჩემი ღირსება დავიცვა და რითაც აი როდესაც მივალ იმ ბიჭებთან, რომლებიც მუხადვერში და სხვადასხვა ადგილებში არიან, რომ იმათთან შეხვედრის საშუალება მქონდეს. ერთ კითხვას ბატონილია დაასრულებს შემდეგ ბატონი თენგიზი და ბატონი სოზარი დაიბრუნებს მიკროფონს აბაგთხოთ ვინ გასცა განკარგულება უკან დახევაზე და რა იყო ამის ეს მომენტი რა მომენტში მიიღეთ ეს საკმაოდ დიდი ხანი და რამდენად ყველამ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება სრულიად რომელსაც მე მაშინაც თქვი არ ვეთანხმებოდი
ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში ვინ იღებდა მონაწილეობას? აი როგორც თქვენ აღნიშნეთ ეხლა. პრაქტიკულად მთელი უშიშროების საბჭოა. ყველა ვინც თქვენს გარშემო იყო, როგორც აღნიშნეთ, და წლებმა აჩვენა შემდეგ და ძალიან მოკლე იმანო დროული იყო ეს ყველაფერი. მე გეუბნებით რომ პირველ გვიანი ხო არ იყო ან შეიძლება უფრო ადრე ხო არ? გვიანი უყურეთ, როდესაც აკეთებ უკან გამოსვლას და თან ესეც ეს უფრო ნაკლებ ხვებს ხო არ გამოიწვევდა უფრო ადრე რო ყოფილიყო ეს გადაწყვეტილება? არ ამგონია, იმიტომ რომ იყო ადგილები, საიდანაც დანაყოფები არ უნდა ჩარჩენილიყვენ, ასე თქვათ, სხვადასხვა პოზიციაზე. მაგრამ რაღაცა ნაწილი მაინც ჩარჩა. დამერწმუნებით, აქ ბევრს რაღაც დონის გამოცდილება გაქვთ, წინ წასვლა ყოველს ადვილია, ყველაზე ცუდია უკან დახევა. უკან დახევა არის კოშმარი. და უკან დახევას თუ გაქცევას დაარქმევ, აშინ საერთოდ კატასტროფა გაქვს რა. უკან წამოსვლითი ოპერაცია არის დანაკარგის ოპერაცია. შეტევაში ოპერაციას დანაკარგები არ აქვს და რო გადახედოთ ეს. აი მაშინ 8-9 რიცხვებში დანაკარგებს იქვე მიხვდებით რა. დანაკარგი არის აი უკან წამოსვლაში. ყოველთვის ეგრე ხდება, იმიტომ რომ რთულია ეს. მე გითხარით კიდევაც აი ვერ გაიხსენეს ის ზღუდე და ტირიფონის არხი. ერთ-ერთი ზღუდე მანდაც მოვაწყეთ, იმიტომ რომ მანევრული თავდაცვაა ეს, ხო? აქ არ არის ყველაფერი ისე რომ აი გაუშვებ ამ ბრძანებაზე ესე ჩაესხმება იმ ზიარჭურჭლებში და იქ დანაყოფებია, რომლებსაც წარმოიდგინეთ აი უბრალოდ რომ ეს არის შედეგებიც რაც მივიღეთ ეროიკაში რო არ შევიდეს ყველაფერი ესე არის 17 შინდისელი გმირი. წარმოიდგინეთ იმ დანაყოფს აძლევ უკან დახევის სიმას, რა ქვია? და მოხდა ისეთ ადგილზე რომ გადაწყვიტა რომ იბრძოლოს რა. და ყველა ამას აკეთებს რა. ყველა დანაყოფი ამას, რა თქმა უნდა, ექვემდებარება ამ ყველაფერს, ექვემდებარება ამას, მაგრამ მოხსენებასაც აკეთებს, რა მდგომარეობაშია, როგორ შეუძლია და უკან დახევის უკან მიხმარება ჭირდება. შეიძლება სადღაც ცეცხლის წინ გადატანა ვიღაცა იძახის რომ რა თავს ურყავდით კაცო იმ თამარაშენის გასასვლელს. ერთი კითხვა ბოლო კითხვას დაგისვათ. უნდა მიწიო რომ შვები უკან წამოვიდნენ. არის ესეთი რაღაცა. ბოლო კითხვას დაგისვათ. თქვენი გადმოსახედიდან აი დღეს რო უყურებთ. შესაძლებელი იყო თუ არა ამ ომის თავიდან აცილება, ამ სისხლის ზღვრის თავიდან აცილება, აი თქვენ ახლა ცოტა ხანი პოლიტიკაშიც იყავით და იმ გადმოსახედიდანაც შეხედეთ. აი კიდე ამას არ პატიობთ რა. ანუ ერთი შეცდომა მაქვს დაშვებული ცხოვრებაში რა. აი მაინტერესებს თქვენ. შეუძლებელი იყო ამის თავიდან. ეს გადაფარებული ხართ პოლიტიკურ თანამდებობის პირებს, ასე რომ არა, გადაფარებული არა ვარ მე. არა, დღეს ჩვენ სხვა თემას ვიხილავთ და მოდი შევთანხმდეთ იმაზე, რომ ჩვენ ერთად თუ ვაფიქსირებთ იმას და ვაფიქსირებთ, რომ პატივი უნდა ვცეთ სამხედროებს. მე გადაფარებული არა ვარ. მე ვიცავ იმას, პოლიტიკოსებზე, ხო, პოლიტიკოსებზე და თუ სამხედროები მიხვდებიან იმას, რომ მათ მეთაური ყავდათ, რომელმაც დაუშვა ეს. კი ბატონო, მაშინ ნახეთ როგორი პატივისცემაა მათზე რა. ამიტომ ეს არის აი თუ შეიძლება გამორიცხული და ამან აპატიეთ ქალბატონია ორი სიტყვას ვიტყვი. ამან ეს დაამტკიცა იმან მათი სამკლაურები შეცვლა. მათი მიზანი თბილისია. და რაც შეიძლება უფრო ადვილად გაეკეთებიათ ეს რა. გამორიცხული. ჩემი აზრია ეს და გასაგები. შემიძლია რომ ადონე ზაზა თქვენთვის ალბათ ცნობილია საპარლამენტო შორისო ასამბლეის ის ცნობილი რეზოლუცია, რომელიც სტრასბურგში იქნა მიღებული. იქ სამხედროების როლი არის აღწერილი. ეთანხმებით იმას, რაც სტრასბურგის საპარლამენტო ასამბლეა რომელ პუნქტს? არა, სამხედროების მოქმედებები რაც არის აღწერილი. ხო და შეიძლება ციტირება რომ მოახდინოთ რაზეა საუბარი. ვიცი. რა ქართული სამხედროების მოქმედებამ გადაზარდა ეს ყველაფერი აქტიურ ფაზაში. აი მაგალითად ეს. არ ეთანხმებით. ანუ იმ ადამიანები, ვინც ამას ხმამისცა, თქვენთვის მიუღებელი ადამიანები არიან, ამისთვის ხმა არ უნდა მიეცათ, ხო? არ ვეთანხმები მაგ აზრს. თუმცა რა იყო ამისი ასე თქვათ, მაგ აზრს არ ვეთანხმები. მაგ თქვენ მხარესა ვარ მაგაზე რომ მაგ მუხს მე არ ვეთანხმები სამხედროებთან მიმართებაში. მაგრამ ეს დანარჩენი შეგიძლიათ იმ ადამიანებს კითხვა დაუსვათ და რის გამო გააკეთეს კითხოთ მათ. რა მიიღეს აქედან შედეგი? აი ეს კითხოთ რა. მე შემიძლია ესე აი გულითადაც სუფთად გიპასუხოთ რა.
გასაგებია, იმ მუხლს რო არ ეთანხმებით ეს უკვე მაგას არ ვეთანხმები, მაგრამ რა მიიღეს ამ მუხლში? ამას ვინმე ასე რაც მიიღეს, აგერ უყურებთ. თუ არ ეთანხმებით და თქვენ ამბობთ, რომ ჩვენ მხარეს ახართ, თუმცა მე შევასწორებ ამას და არ შეიძლება გორი მხარე იყოს, როცა სამხედროებს აბრალებ ომის დანაშაულს ასე გამოდის. და რეალურად შენ ამას კენჭისყრისას ხელს უწევ, აქ არ შეიძლება მხარეები არსებობდეს, ეს ცალსახად დასაგმობია. და კარგია რომ ამას ეთანხმებით, მაგრამ ოღონდ არ განერვიულდეთ, კითხვა უნდა დაგისვათ. მაშინ ამათთან პარტიაში რა გინდოდათ მაგათთან? არა რელევანტური კითხვა. რელევანტური კითხვა ჩემთვის. მაშინ მე გეტყვით რა. რა გინდოდათ ამათთან? ხალხმა ესენი არიან ჩამოგითვალოთ გვარები, ნაციონალური მოძრაობის 4 დეპუტატია და იქ ვითომ ოპოზიციაც იყო, მაშინ შექმნილი გახსოვთ ფსევდო ოპოზიცია, მისი ერთი წარმომადგენელი. ხელს უწევს იმას, რომ სწორედ ნაციონალური მოძრაობა, რომელიც დღეს ბევრს მაპატიეთ გამოთქმისთვის და ყიყინებს იმაზე, რომ თურმე ჯარს იცავდნენ და ჯარს პატივს ცემდნენ, ხელს უწევს ნომერი 1633 რეზოლუციას და რუსეთის საქმეს აკეთებენ. ამ ხალხთან როგორ შეიძლება ერთად პარტიაში ყოფნა? რიტორიკულად კითხავთ ალბათ, იმიტომ რომ თქვენ თვლით, რომ არ არის რელევანტურია. ვინც ამბობთ, რომ მე ჯარს ვიცავდი და ასე იყო, ვიბრძოდი და ასე იყო, ხომ? როგორ დადექით ამათთან ერთად? მხარს არ უჭერდითო ამ რეზოლუციის ამ ნაწილსო ამბობთ. არ უჭერდით, ხომ? მაშინ ამათთან ერთად პოლიტიკურ ერთ პლატფორმაზე რანაირად იყავით და არც ის არ გეწყინოთ. მნიშვნელობა იცით რატომ აქვს ბატონო ზაზა, რომ თქვენ რამდენიმე და მრავალი თვის განმავლობაში მე ხო გისმენდით, რომ ჩვენ აღმოჩნდა, ვინც აქ ვართ, რომ პოლიტიკური მოწინააღმდეგეები გავხდით, ხო ასე იყო? ადრე. როდის ადრე? თებერვლამდე 2025. ხო, გავხდით პოლიტიკური მოწინააღმდეგეები. თქვენ ამხელა სამხედრო გამოცდილების ჭირვარამ გამოვლილი ადამიანი, ჩვენ ისედაც პოლიტიკაში მყოფები დაგვიპირისპირდით პოლიტიკურად. და დღეს ღიად გეუბნებით, რომ ჩვენ ეს მინიმუმ გაგვიკვირდა. ორი ვარიანტია მან. ან თქვენ 1633-ის ნაციონალური მოძრაობის მიერ მხარდაჭერილი რეზოლუცია გაიზიარეთ და მათთან ერთად დადეგით პოლიტიკურ პლატფორმაზე და ამ რეზოლუციაში საზოგადოებისთვის განმარტავ. პირდაპირ იყო საქართველოს და ჯარი და ჯარისკაცი განწირული და მხარდაჭერილი ეს რეზოლუცია, ანუ ეს არ იყო ქართული ინტერესისთვის კენჭისყრა, ეს იყო პირიქით საპირისპირო. ან ამას არ იზიარებდით და მაშინ გაურკვეველი ამათთან ერთად რა გინდოდათ? ეს კითხვა მაქვს, რა ვქნა? ეს კითხვა რა შუაში ამ ყველაფერს. თორე აი გულით გმინდა გიპასუხოთ, მაგრამ ვერ ხვდები რა შუაში ეს. კითხვა არის იზიარებთ თუ არა 16-23? არ იზიარებთ, გასაგებია. არ იზიარებთ. თქვი და აი ხლა კარგი და პარტიიდანაც გახვედით შემდეგ, გასაგებია. პარტიიდანაც გავედი, იმიტომ რომ აქ სუბიექტურად მოლაპარაკე ადამიანი არ გიხილეთ. გასაგებია. ბატონო თენგის გაგრძელებთ თქვენ თუ ამოწურეთ ბატონი სოზარი, შემდეგ ბატონი პაატა. კიდევ ერთხელ დაუბრუნდები. ბევრჯერ შემოვარ, მაგრამ რაღაცები მაინც გვინდა რომ დაზუსტებული იყოს, იმიტომ რომ სხვანაირად აზრს ვერ გავიგებთ. ესე იგი, მთავარსარდალმა გასცა დავალება, რომ დაადგინეთ საცეცხლე წერტილები და იმ მიმართულებით გავხსნათ ეს. ანუ ეს არ იყო კონტრბატარეა. ეს არ იყო რომ იქიდან ცეცხლის დაშენა ხდება და ხდება დასადგენი კი არ არის, ხდება საპირისპირო ცეცხლის გაჩენა. ეს უნდა დაგვედგინა, სადაც სავარაუდოდ შეიძლება რაღაცა განლაგებული ყოფილიყო. ხო, სწორად გავიგე? ანუ ეს არ იყო ცეცხლზე პასუხი პირდაპირი გაგება. ცეცხლზე პასუხი იყო, მაგრამ ის ადამიანი არ არის სამხედრო ეხლა. ვინ? ვინც ბრძანება მომცა. თორე დადგენილიც ჰქონდა ის ყველაფერი და ანუ თქვენ ამბობთ კონტრბატარეა იყო? ზუსტადაც ვესწავლე, სადაც იდგა რა. სადაც იდგა. კი, და ახლაც გავიმეორებ კიდე თუ მომცეთ მაგის საშუალებას. და საიდანაც გავაკეთო ეხლა.
ისროდნენ იმ მომენტში. ზუსტად იმ ადგილში. ზუსტად იმ ადგილში. და ეხლა იკითხეთ ნულში დავნებში რამდენი ადამიანია დაუპული და ნახავთ მე. კი ბატონო. ხო აი ეს ნუ არა. გავიგე ეხლა იმას რომ ის ვერ მოგცემს ბრძანებას აქ მინდა ამაშიც სიღრმე შეხვიდეთ. გეთანხმებით ერთმანეთს მოდი გავუგოთ. სიღრმეშიც მინდა შეხვიდეთ. ურე ხშირად არის აი ყოველთვის ჩვენნაირი ადამიანები აი მაშინ როდესაც პედანიშვილების წარმომადგენელი ვიყავი და ამ ქვეყანაში ყველა მიცნობს რისი მაქნისიც არ ვარ და რისი მაქნისიც არ ვარ იმასაც მემაწერენ ხანდახან და ყოველთვის მაძლევენ ადამიანები რომლებიც ამ საქმეში ვერ ერკვევიან ბრძანებას მაგრამ მივდივარ და მე იმას ვასრულებ სწორად ისე როგორც ვისწავლე როგორც პროფესიონალმა უნდა გააკეთოს ამიტომ ბრძანებაში თუ არ იქნება რამე ისეთი რომ აი მან და მაინც იქ ეს წერტილი მინდა ბრძანება ყოველთვის ესეთი იქნება ადამიანისგან რომელიც არ არის სამხედრო არ არის პედანიშვილების წარმომადგენელი აგერ გვიზისა გენერალი ადამიანი რომელმაც იცის სამს პედანაყოფების მთელი სტრუქტურა და ბევრი ესეთი ბრძანება აქვს მასზე გაცემული უბრალოდ მიაქვთ ინფორმაცია ეუბნებიან აი აქ ეს ყველაფერი ჭირდება ამის მოგვარება არის თუ არა ესე ბატონალი და ისინი მე ისე კი არა როგორც გვითხრა იქ და რაღაცა იმასკენით და თვით შემოქმედებები დაიწყეთ ისე უნდა გააკეთო როგორც პროფესიონალ შეფერის ამაზეა საუბარი მეტი არაფერზე რა იქ ბრძანებაში არასდროს არ იქნება გაწერილი ისე როგორც აი მე ის არა ქვია ეს არის ამაზეა რა არის რაღაცები აი თუნდაც მაგა ომის დროს ხო მისი ნებისმიერი ბრძანება ქაღალდზე გადაუტანელი ბრძანება ჩემი ნებისმიერი ბრძანება ომის დროს ქაღალდზე გადაუტანელი, მაგრამ მერე უქმდება ის. რა იმან თუ დაიძახა რომ ეხა ეს ქსეროქსიდან უნდა გამოვიყვანოთ და მერე ეს თავზე ავაფაროთ, ესე არ გამოვა რა. ამაზეა საუბარია. გასაგებია რომ მიშას ეხლა დიდად ესეთი დოკუმენტირება რაღაცების არ უყვარდა და ბრძანებაში არ იქნებოდა ეს ზუსტად გაწერილი ზეპირი ბრძანება გასა. რამე კადრები არსებობს და დოკუმენტირებული არის რამენაირად რომ ის საცეცხლე წერტილები ზუსტად არის განსაზღვრული საერთოდ ჩვენ ვიბომბებთ. ჰაგაში ქალბატონ თიას მიმართეთ და განახებთ. არის თქვენ იცით ამ საქმის ბევრი დეტალი და მაგიტო გეუბნები. კიდევ ერთხელ მიუბრუნდები აი თქვენს იმ ინტერვიუს რომელიც ფილმში არის. 12 საათი გქონდა. ანუ 12 საათი არის რუსეთის შემოსვლამდე ფილმში არის. რა უნდა მელაპარაკა ფილმში მითხარით? რო სანამ რუსეთის შემოვა. რა უნდა მელაპარაკა? ხო, ალბათ ფილმში ფილმია ის და ვილაპარაკე ფილმი რა. ხო, ტყუილს ხوارი ლაპარაკებდით გენერალი კაცი ხარ. არა, ტყუილს ფილმში უნდა გააკეთო ეს ყველაფერი, ვერ გავიგე ხა. მას მე შემიძლია წავიდე და ყველა სამხედრო ისე მოვყვე მაშინ მოკლემეტრაჟიან ფილმებში. ეგრე არ არის. ანუ 12 საათი გვაქვს სანამ რუსეთი განმოლახავს როკის გვირაბს, ხო? რუსეთის ჯარი. ხო, გააქვს ჯარი იმ შემადგენლობის. თვითმფრინავი არ იყო შემოსული, ხო? შემოსული იყო ქვეითი, ასეული, რა ვიცი, ბატალიონი და მოყვება ამას უკან, ხო? ძალები ივსება, ხო? ეხლა ვინმეს რო უთხრა რომ ეს ყველაფერი ეს, რა ვიცი, ერთი დივიზია აქ იდგა და მე წამოწეული ვიყავი თბილისში, ნუ მაშინ რა ვიცი, აქედან სხვაგან წამიყვანეთ. ან საგიჟეში წამიყვანეთ, ან რა ვიცი. კიდევ ერთი ბევრი ლაპარაკეთ იმაზე რომ არ იყო მზად ბევრი შესწომები იყო თქვენამდე ჯარი ბევრი რაღაცისთვის არ იყო მზად ბევრი შესწომები იყო თქვენამდე დაშვებული ხო ნუ 5 დღიანი ომი უწოდეთ და სინამდვილეში თუ ჩავთვლით რომ 9-ში გამოსცა ბრძანება რომელთაც თქვა რომ 8-ში იწყება საომარი მოქმედებები ხოლო 10-ში დილას თქვა რომ გამოსცა მეორე ბრძანებულება რომელთაც თქვა რომ დამთავრდა ომი ჩვენ აღარ ვიბრძვით გამოდის 2 დღიანი ან 2 დღიანი და 2 საათიანი ომი გამოდის. დღიანი ეს უბრალოდ შეერქვა. სანამ რუსებმა რაღაც პოზიციები დაიკავეს, მაგრამ საქართველოს 2 დღეში დაამთავრა. კითხვა რას ეხება მითხარით? არა, ეს დავავალ. რომ მარტო 2 დღე შევძელით. არა, რამდენი დღე გრძელდებოდა. მომზადებაზე თქვენ თქვით ბევრი რომ ბევრი შესწომა იყო დაშვებული და ბევრი რაღაცისთვის ჯარი არ იყო მზად. მაინტერესებს, კეზერაშვილი იყო თავდაცვის მინისტრი. ერთად აშენებდით ქართულ ჯარს თუ ამას აშენება ქვია, რასაც კეზერაშვილი აკეთებდა. კეზერაშვილს არის განაჩენი გადამდგარი კანონიერ ძალაში შესული, სადაც დადგენილია უთყვარადრო 5-6 წლებში თუ 6 წლებში იყო 6 წლებში რამდენიმე სწავლებაზე გამოყოფილი ფული უბრალოდ მიითვისა თუ გააქრო, არ ვიცი, ის სწავლებები არ ჩატარდა. ვინ თქვა რომ ჩატარდა? ბატონო მათი ერთ სასამართლოს მიერ არის დადგენილი. სამკერდე ნიშანი აგერ მიკეთია მაგ სწავლები. სასამართლოს მიერ არის დადგენილი. სასამართლომ რა გამოიტანა გასაგებია. გაასაჩივრებდა სტრასბურგში ეს 800 არ იყოს. არ გეკამათებით რა. არ გეკამათებით. ვინც ვარო ეგ არ ჩატარდა იმ ხალხს ელაპარაკეთ მაშინ რა გიყოთ. მე მიკეთია სამკერდე ნიშანი
იმ ადამიანების გადმოცემული, ვინც ეს ჩაატარა. იმ კონკრეტულზე, რომელიც არ ჩატარდა იმ მე ფაქტს გეუბნებით. ფაქტი ის არის, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ და რისი გასაჩივრებაც სტრასბურგში ვერ გაბედა, იმიტომ რომ იცოდა რომ არც გამწუნდებოდა პოლემიკაში გამწუნდა მე მგონი საერთოდ. პოლემიკაში არ ეს ერთი და მეორე. მეორე შეეხებოდა ხო, იარაღთან დაკავშირებით. ბევრი ინფორმაცია არსებობს, არ ვიცი რამდენად ამაზე თავდაცვის სამინისტრომ ჩაატარა შედამოკვლევა, მაგრამ რომ იარაღის ნაწილი, რომელიც შემოვიდა საქართველოში, იყო გამოუსადეგარი საბრძოლო მოქმედებების. ძალიან ცუდი ბრალდებაა და მეორედ არასწორი ბრალდებაა? მეორედ არ გაიმეოროთ. არა. არასწორი ბრალდებაა? ამას ამბობს ძალიან ბევრი სამხედრო. არასწორი ბრალდებაა ნებისმიერ სამხედროსთან. ნებისმიერ ახლა აი მოვითხოვ, ნებისმიერ სამხედროსთან, ნებისმიერი ფორმატი. კი, სამხედრო პირები ამბობენ ამას. ნებისმიერ მომიყვანე და დამელაპარაკონ რაც. დამელაპარაკონ რა არ ვარგოდა, რა ეჭირათ და რითი დაამთავრეს მერე ომი. დამელაპარაკონ ეგენ. ასე არ შეიძლება. ესე არ შეიძლება ამოთხრა ადამიანის იმაში ტალახში. რომ ზოგიერთმა თავისი ის დამალოს, რა ქვია, დეზერტირობა და მაიმუნობა. რა უბედურებაა. აი მას აკეთებენ ეგენი. რა იარაღზე მელაპარაკებია? მქონდა შეხება შემოტანასთან იარაღის შესყიდვებთან? მე შეხება მქონდა იცით როგორი? შესყიდვასთან უშუალოდ. შესყიდვასთან არა, უყურეთ, ჩვენ როდესაც მე მივედი გენშტაბში და კეზერაშვილი მეორე დღეს დაინიშნა, პირველივე შეხვედრაზე თხოვნა იყო ესეთი. მინდა ეს საზოგადოება მიცოდეს, რომ ყველა ფინანსური სამსახური გაიტანეთ გენშტაბიდან. ფორმიანებს ამასთან საქმე არ აქვს. ჩვენ უკვეთავთ რა გვინდა, თქვენ მოგაგვთ. მის ხარისხზე პასუხს ვაგებთ. კომისიები, რომელზეც ხელი მოწერილი მაქვს, ცოცხალია ეს ხალხი ყველა. კომისიები, რომელზეც ხელი მოწერილი მაქვს, რომ ვარგისიანია მოწდება ქარხანაში, მერე მოწდება ჩამოსვლის დროს. ესე არ ხდება, ვიღაცამ შემოიტანა რაღაცა, რა ვიცი, 5000 რაღაცა. იმასაც იძახოდნენ, რომ ეს M4 არ ვარგა, კაცო. და იმითი უნდა ჩაპაევის დროინდელი იმეებით უნდა ებრძოლათ. აი ეგეთი არმია დამხდა. და დაგიჭერენო, ესე მეუბნებოდნენ, შენ თუ მაგას შეცვლიო. დრონი, რომელიც ვიყიდე 2006 წელს დამცინოდნენ, რომ ერთობა ჰაერშიო. ხედავთ რა ხდება 25 წლის, 17 წლის მერე რა ხდება? პრინციპი ჩვენც იგივეს ვამბობთ. ხო, ამაზე რა კომპეტენტურობა რო იყო და ესე რო ხდებოდა ხალხი. არა კომპეტენტურობა იყო ესა? ანუ პროგრესისკენ მოწოდება ამ ხალხზე, მაგაზე გეუნებით, აი ახალი კომისია შექმენით, დაუძახეთ ეგ ხალხი კაცო. იმიტომ რომ მე მადანაშაულებენ. მეც ვარ ამ საქმეში, მიხვდით? მე ფულს არ ვიხდიდი იქ, მაგრამ მე ვამბობდი, რომ ეს კარგია და დადეთ აქ. აი ჩემი ბრალდებაა, ხო? ეგ მაგ ხალხი ან სასამართლოში მოვიდეს, ან ფორმატი გააკეთეთ. აი ეს ხალხია რო უთხრის ესეთ ქვეყანას ძირს და არა ვიღაცები აქ. ჩემი ბრალდებაა ეგ. კიდევ ერთი. კოდორის ხეობიდან ჯარის გამოყვანა. ქარჩაიძე იყო თუ არ? ჯარი არ იყო იქ. ვინ იყო? სამეთასი კაცი იყო. სამინისტროს ნაწილები. ვისი? შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაწილები. შინაგან საქმეთა სამინისტრო და თავდაცვის სამინისტროს ნაწილებიც იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანება ვინ გასცა გამოყვანაზე? მე გავეცი. თქვენ გაეცით. მოსახლეობის გაფრთხილება თქვენს მოვალეობაში შედიოდა თუ არა? რო საფრთხე მუქრებოდათ? შედიოდა. არ მითხრათ ახლა რომ გაფრთხილებული იყო. აი რაც ზუსტად ვიცი, ეს არ იყო და არა ვარ ის კაცი ვაქ ისენი დავიცი. რატომ არ მოხდა გაფრთხილება? ვერ გავაკეთე და იმიტომ ვერ შევძელი რა. ხარი ხანდახან ამბავი რომ ერთმა კაცმა უნდა აკეთოს და ვერ შევძელი ამდენ. კი ბატონო, ეს პასუხი. წავი, მე მგონი დამაკმაყოფილებელია რა. მადლობა. დიმიტრი გელომას თუ ვეძებს, რა ვიცი, მოძებნეთ და იქნება. ბატონ ზაზა, გავაგრძელებ იმ თემას, უბრალოდ არ შევალ რაღაც თქვენი პოლიტიკური წარსულის შეფასებაში და ასე შემდეგ ეს თქვენი გადაწყვეტილება რა თქმა უნდა უბრალოდ არც ძალიან ბევრ დეტალში მინდა შევიდე სამხედრო მოქმედებების, თუმცა საზოგადოებაში არსებობს კითხვები შეიძლება დილეტანტური და ამაზეც გაგვეცი პასუხი, რადგან თქვენ პროფესიონალი ბრძანდებით, თუმცა ორ ძირითად მომენტს გამოვყოფდი. პირველი, თქვენ ზუსტად გინდოდათ ქალბატონ თეას ეთქვა, რას გულისხმობდა და მე დაგიზუსტებთ, აგერ გავხსენი და პირდაპირ წავიკითხავ საზოგადოებისთვისაც 16-33 რეზოლუციაზე როცა არის საუბარი, რომელსაც თქვათ იმ პოლიტიკურმა პარტიამ მოაწერა ხელი, რომლის
წარმომადგენელიც ბოლო დრომდე იყავით რაღაც პერიოდი. წერია ესეთ რამ თუმცა მეხუთე პუნქტია 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით ესკალაცია ახალ კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე артиლერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენება საქართველოს მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხდებოდა მისი ტერიტორიის ფარგლებში და როგორც ასეთი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების დარღვევას კონფლიქტი გადაწყვეტობს მშვიდობიანი საშუალებებით. ნახეთ, თქვენს ამბობდით, რომ არც წარმოგედგინათ, არც ფიქრობდით, არც ემზადებოდით, რომ რაღაც მსგავსი რამე განხორციელებულიყო. რეზოლუციაში, რომელსაც ცხელია ქართულ მხარეს მაშინ მოწერილი, ვკითხულობთ ესეთ რამეს და ხშირად გვაბრალებენ, რომ ამით სპეკულირებთ, მაგრამ ეს არ არის სპეკულირება, ეს არის ციტატა იმ რეზოლუციიდან, რომელზეც ხელია მოწერილი. საზოგადოებაში ასევე ჩნდება კითხვები და არის და თქვენც ამიტომ ხართ აქ მოწვეული, რომ გვინდა დავადგინოთ რეალურად და გამოვიკვლიოთ, რამდენად ძლიერი იყო არაპროფესიონალი სამხედროების, პოლიტიკოსების, რომლებიც შეიძლება უშიშროების საბჭოს წევრებიც იყვნენ. მათი გადაწყვეტილებები ხომ არ წონიდა ხშირ შემთხვევაში სამხედრო პირების გადაწყვეტილებებს, ხომ არ ხდებოდა ისე, როდესაც თქვა სამხედრო პირებს რაღაც კონკრეტული მოქმედების განხორციელება მიაჩნდათ მიზანშეწონილად, მაგრამ პოლიტიკური ხელმძღვანელობით თან გამომდინარე სხვანაირი გადაწყვეტილებები მიიღებოდა. ეს აჭვები არსებობს საზოგადოებაში, მაგალითად შეიძლება კიდევ ერთხელ ვამბობ, დილეტანტური იყოს ეს შეკითხვა, მაგრამ როდესაც ვხედავთ, რომ რუსეთი აგრესიისთვის ემზადება, ამის შესახებ წინასწარ ინფორმაცია გვაქვს, ვიცით და თუნდაც უკვე როცა დაწყებულია გადმოსვლა როკის უღელტეხილით. არ ქონდა ჩვენ სამხედრო დანაყოფებს შესაძლებლობა, რომ რაღაცნაირად მოგვეჭრა ეს გზა, ხიდები აგვეფეთქებინა და ასე შემდეგ. ანუ შეიძლება ამის სურვილი ამოცანა თქვენ გქონდათ, მაგრამ ვიღაცამ ამის უფლება. მაგალითად, თქვენ დამოუკიდებლად, პირადად თქვენ, როგორც გაერთიანებული შტაბის უფროსი ზაზა გოგავა, გენერალი, მიიღებდით თუ არა პირადად თქვენ მთავარსარდალთან შეუთანხმებლად როკის გვირაბის აფეთქების გადაწყვეტილებას. თუნდაც ყოფილიყო ამის შესაძლებლობა. უტოპია, თუ შესაძლებლობა იქნებოდა, რა თქმა უნდა. ეს უტოპია. და რატო არის უტოპია მაშინ თქვენ ამის არანაირი საშუალება არ გააჩნია შეიარებულ ძალებს არც დღეს და არც მაშინ. და თვითონ მისი ბუნება, გვირაბის ბუნება. შემილია გიცხრათ, ტექნიკური ინჟინერი ვარ მე და წარმომადგენელი შემილია ამ თემებზე ვილაპარაკო. მინიმუმ 3 დღე უნდა იჭდა შიგნით. ჩაბურღვითი რამოსები აკეთო. მესმის. და ეს ყველაფერი ააფეთქოდა. ეხლა 3 დღე თუ ესეთ ადგილს აკონტროლებ. ხო, მაშინ გასაგებია ეხლა, მაშინ რაზეა საერთოდ. ხიდებთან დაკავშირებით. არანაირი ხიდი არ არსებობს. გუფთის ხიდის დაბომბვა პირველი ამოცანა იყო ჩემი, ერთადერთი დავალება რაც მივეცი ავიაციას, ეგ იყო გუფთის ხიდი და ვერ შეასრულეს. მაგრამ ესეც მაქსიმუმ 45 წუთს მოგვაგებინებდა, ლიახვი მოდიოდა კოჭამდე. აი ეს იყო რა. აი ის რასაც გვირაბის დაბლოკვა თეორიულად ძალიან მაგარია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას გვირაბის თავზე მაგ დროისთვის, მაგ პირობებში, მაგ მეტეო პირობებში გზები არ არსებობს. არსებობს, რა თქმა უნდა, ისიც შეანელებდა ამ ყველაფერს, მაგრამ მისი აქედან აფეთქება, მიწდომა, ეს არის სული უტოპია და თუ ეგეთ სამხედრო არსებობს ამ ქვეყანაში კაც მოძებნო და ანუ კარგი გასაგებია, მაშინ ისეთ ვითარებაში, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ ვერანაირად ხელს ვერ შეუშლით რუსეთის ტერიტორიიდან მნიშვნელოვანი სამხედრო ძალების შემოდინებას, ხედავთ, რომ დოკუმენტში წერია, რომელიც ახლა გავახმოვანე ციტირება მოვახდინე, ვიწყებთ მასობრივ შეტევას ცხინვალის მიმართულებით. მაშინ რასთან გვაქვს საქმე თქვენი შეფასებით? არ ვიცი, ეგ დოკუმენტში ვინ ჩაწერა, იმათ კითხეს. ბატონო, ან თქვენ არ ადასტურებთ, რომ ეს ესე მოხდა და ეს ამას ჰქონდა? არანაირი ცეცხლი. აი, თანამედროვე ტექნოლოგიები არსებობს. Google-ით და იმას ხელით ცხინვალი და რამდენი ახალი სახურავია ნახავთ. კი ბატონო, ან ფაქტიურად თქვენ ადასტურებთ იმას, რომ ეს რაც ახლა ციტირება მოვახდინე, რაზეც ხელი აქვს თქვენს ყოფილ თანაპარტიელებს მოწერილი, ეს არის ფაქტიურად რუსეთის სასარგებლოდ ხელმოწერილი დოკუმენტი. რადგან თქვენ ამბობთ, რომ არანაირი მასიური შეტევა ცხინვალზე არ ყოფილა, ამ დროს აქ წერია, რომ
რუსეთმა საპასუხო მოქმედებები დაიწყო, მას შემდეგ რაც ჩვენ მასიური შეტევა განვახორციელეთ ცხინვალზე. მაშინ რასთან გვაქვს საქმე? მე გიდასტურებთ რომ მაგ მუხლს არ ვეთანხმები, მაგრამ მაგ მუხლის ჩაწერის გამო რა შედეგი მიიღეს ეს იმ ხალხს კითხეთ. მეექვსე მუხლიც არის ბატონო ზაზა, იმავდროულად რუსეთის საპასუხო შეტევამ. ანუ ფაქტიურად მოვაწერეთ ხელი იმას, რომ რუსეთმა საპასუხო შეტევა დაიწყო. მე-11 ჩვენ ამდენი ხანია ვცდილობთ ბოდიში გავაკეთოთ. მე-11 მუხლიც არის, სადაც ომის დანაშაულში აქვს ჩვენს ჯარს ბრალი დადებული. ორივეს მხარეს ადანაშაულებს მე-11 მუხლში ორივე მხარეზე არის საუბარი, მაგრამ მე-6 მუხლის მნიშვნელოვანია, სადაც წერია, რომ იმავდროულად რუსეთის საპასუხო შეტევამ, მათ შორის ფართომასშტაბიანმა სამხედრო მოქმედებებმა და ასე შემდეგ. ანუ ფაქტიურად ხედავთ იმას, რომ ამ დოკუმენტით ჩვენ ვადასტურებთ, რომ რუსეთმა საპასუხო შეტევა განახორციელა სამწუხაროდ. ის რას ადასტურებს ეგ დოკუმენტი? მოდი რა, ეგ ყველაფერი დროს ჩაბარდა ჰაგის სასამართლოს მერე, ხო? მე გეთანხმებით, მაგ მუხლს არ ვეთანხმები. შეგიძლიათ იმ ადამიანებს მიმართოთ, დაიბაროთ, გაკითხოთ, გამოკითხოთ და უთხრათ, რა გამოივაჭრეს ამაში რა. მეტი რა გიპასუხოთ ეხლა, რა გავაკეთოთ? ამ ქვეყანაში ისედაც რა ვიცი, გაუბედურებული ვართ. ყველა ვერ ველაპარაკებით ერთმანეთს. რა გიპასუხოთ ეხლა, რომ ცეცხლი დავწვათ ეს ხალხი? ამაზეა საუბარი ხა. თუ გადამიყვანთ ამას პირადულში, ნუ არა ვართ მაშინ. არ გადავდივართ პირადულში. აქ იმიტომ მოვედი, რომ პატივს ვცემ. იმ ხალხს და იმ ვალდებულებას რაც გამაჩნია რა. კი ბატონო. რა გამოივაჭრეს ეს თქვენს გეკითხათ და მეც ვკითხავ, მაგრამ თქვენ მათთან უფრო ახლოს იყავი და გეკითხათ. ხო, აი ჩემი მინუსი არის რომ მათთან ახლოს ვიყავი, გავიგე, ხო? ვერ მემიტოვა ესე შორს რო ვზივართ ერთმანეთისგან. კაცო, რა პრობლემაა? არის ამოხდა, ხალხ ქუჩაში გამარჯვება. ესე შორს უბრალოდ ფორმატია და აქ სხვა. არა, ნუ აბა რას ქვია, აი იქ რო იყავით, გამოგეკითხათ და იქ ვიყავი იმის გულისთვის, რომ ჩემი საქმე მქონდა, სამხედროების საქმე მქონდა. დავასრულე ის სამხედროების საქმე და მორჩა რა. ბატონო პატა გთხოვთ. ფაქტურად შეკითხვა აღარ დამჭა, სამხედროების საქმეს ჩვენც ვაკეთებდით, აგერ ქალბატონი თეასმენტაურობით და ამაზე ჩვენთვის ასაყვედურო ნამდვილად. არა ერთი თავდასავალი გადამხდა და იცის რა. ქალბატონმა არ გვინდა რა ამაში შესვლა. თავარია შედეგი რამე მივიღეთ ჩვენი ქვეყნის. იმიტომ რომ ამასობაში გაგიკვირდებათ და მე კიდევ გამიჩნდა კითხვები. კარგი, მაშინ დაგითხოვთ. არა, არ დამითხოვთ. არა, დავასრულე ქალბატონი. არა, მაგიტომ არ მithქვამს. ბატონო სუზარ, თქვენ გსურთ კიდევ? კი მქონდა რამდენიმე კითხვა ისე როგორ იქნება? ამა გთხოვთ. კოდორის ხეობასთან დაკავშირებით ხემდე ის იმხელა ის გამოგვივიდა რომ რა ვიცი ბევრი კითხვა დაგვრჩა და თქვენ თქვით რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაწილები იყვნენ, მაგრამ ვიცით რომ შეიარაღება იყო შეტანილი, რომელიც დარჩა. პრაქტიკულად ხელუხლებელი ახალ-ახალი შეიარაღება, ეხლა არ ვიცი რა სახეობა როგორ, მაგრამ ასე დასაწყობებული დარჩა იქ და ნუ რუსებს ჩაუვარდათ ხელში. ბრძანება არ იყო, რომ ეს შეიარაღება იქ არ დატოვებულიყო? შანსი არ იყო მისი გამოტანის. შანსი არ იყო გამოტანის. კარგი. ერთ-ერთი მეთაური ეხლაც მოქმედია. შეგიძლიათ მიმართოთ და დაელაპარაკოთ რა. ყველაფერს ნუ მალაპარაკებთ. ან დახურეთ ფორმატი, ან რაღაც გააკეთოთ. ეგეც შეიძლება. რაღაცა უნდა ხისება უნდა შევინარჩუნოთ ყველამ რა. ორჩი. ყველას ვთხოვ, ვინც მოქმედია, რომ თავი დაანებონ პოლიტიკას, მოქმედებმა და ისე გააკეთონ საქმე და უკეთესად ვიქნებით. სამხედროების, პოლიციელების და ყველა. ამ ოჯახის წარმომადგენელი ვარ. ჩემ ოჯახზე ქვებს ვერ ვისვრი. შანსი არ არის, არ არსებობს. ჩემი პასუხისგებლობა სახელმწიფო როგორც გადაწყვიტავს, რაც მეკუთვნის, მივიღებ იმ პასუხისგებლობისთვის. დანარჩენებმა სამხრეებიანებმა მუნდირის ქვეშ ვინც არიან, თავის მუნდირს წენ პატივი. აი ზაზა გოგავა, აი ხა კამერა თუ მიყუროს, პირდაპირ ელაპარაკება ამ ხალხს რა. არავისთან დასამალი არ მაქვს რა. სამი შვილი მყავს და მინდა რომ შემიძლია პასუხი. მათაც აქვთ ალბათ ბევრი კითხვა და ამიტომ მონოლოგი აქ არ გამოგვადგება. ბატონო სოზარ, გააგრძელეთ. ხიდი, რომელიც კოდორის ხეობას აკავშირებს სოხუმთან, ქვაბჩარა. იყო აფეთქებული მანამდე. და თუ არ ვწდები, ირაკლი ოქრაშვილის მინისტრობის დროს მოხდა ამ ხიდის აღდგენა. რეალურად ამ ხიდის აღდგენის არსი, ეხლა რა ვიცი, შეტევას არ ვაპირებდით სოხუმზე, იმედი მაქვს და მართლა გაუგებარი რატომ დაადგენილიყო, მაგრამ კაი აღდგა.
გამოსვლის წინ ბრძანება რო გაცემულიყო რომ აი ეს ხიდი ააფეთქეთ. შეიძლება ეს ვერ გააჩერებდა გასაგებია ოკუპაციას, მაგრამ შეაჩერებდა მაინც, ხო, გარკვეული ხანი დასჭირდებოდა იგივე მოსახლეობის გამოსვლის შარდის. სოციალია და მოქმედია დანაყოფის მეთაური და კითხეთ რა. კითხეთ. ბრძანება არ იყო გასაგებია. რატო არ გააკეთა ეს ყველაფერი კითხეთ კაცო. რა ბრძანება უნდა გავცე კაცო იმიდან რა ქვია ცხინვალიდან ქვაბჩარაში? ას ლაპარაკობთ, ესე სამხედრო საქმე არ ხდება. უნდა მომახსენო რა ხდება, რისი შესაძლებლობა გაქვს, რა შეგიძლია გააკეთო და მერე გადავწყვიტავ კაცო. ესე ხდება ეს თელ სოფლიოში რა. გეგმა რომ წინასწარ შემუშავებული გეგმა რომ უცებ რაღაცა რომ მოხდეს ამ შემთხვევაში როგორ ვქცევით არ არსებობდა. ყველაფერი გეგმა იყო. გეგმა იყო ის რომ გავწელავდი ამ საკითხს უბრალოდ და მივიღებდი რა ვიცი ასეულობით მეც აფლავს და კი ბატონო მე იქნებოდა ის რომ აი ნახე აი დატოვა იქ ხალხი მე მივიღე ეს გადაწყვეტილება ეს ხალხი გადარჩა ეხლა დანარჩენი ეს ხალხი გადარჩა მაგაში დანარჩენი ხელისუფლების წვლილი ნაკლებია იმიტომ რომ მართლა აქედან რეკავდით რამდენიმე ადამიანი და ვაფრთხილებდით რომ სასწრაფოდ წამოდით ვერი ამ ქვეყნის მოქალაქეები ხართ კაც ვერ გავიგეთ ეხლა თქვენ გვერდზე უნდა ყოფილიყავით და დანარჩენი ჯარი იყო თუ პოლიცია როგორც უნდა ამბობთ ვერ ჩაგიწერთ ვალდებულები ხართ და მადლობა იმისთვის რომ ამას აკეთებდით საწინააღმდეგოს ეუბნებოდნენ ხელისუფლების ის წარმომადგენლები რომლებიც გვარები დაასახელეთ და დაუძახეთ და რა ვიცი თქვენ არ წამოთ თქვენ არაფერი გემუქრებათ ჩვენ უნდა აგებინეთ აი ეს იყო ერთი კაცი ზაზაგოგავა გეუნებით როგორც იყო რა დანარჩენს ვერ გეტყვით ამ ფორმატში ჩვენ შეგვიძლია რა თქმა უნდა ხდომის რაღაც ნაწილი დავხუროთ ან კიდევ ერთხელ შეგხვდეთ დარწმუნებული ვარ რომ უარს არ იტყვით მაგრამ მანამ სანამ აქამდე მივალთ ნახეთ რაღაცები მინდა დავაზუსტო თქვენ არაერთხელ მახსენეთ მე და ამიტომ მინდა რომ აქედან დავიწყო რომ მე რას მეკითხებით იცის ქალბატონმა თეამო მე რა თქმა უნდა ამ დავებზე ერთი ადამიანი კი არ მუშაობდი ეს იყო გუნდური ძალისხმევა ოცნების ხელისუფლების და რაც მთავარია უძვირფასესი როლი შეასრულა პროკურატურამ გენერალურმა შტაბმა სამხედროებმა ექსპერტებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რა თქმა უნდა იუსტიციის სამინისტრომ და რასაკვირველია შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს იყო დიდი უწყებათა შორისი სამუშაო იქ რა თქმა უნდა ჩვენ არაერთხელ სხვა ფორმატში არა ასეთ ფორმატში რჩევები ყოფილ თანამდებობის პირებსაც გკითხეთ მაგრამ აქ არის ახლა სხვა ფორმატი ბატონო ზაზა მე მესმის რომ ახლა არავითარი პრობლემა მე პირადად არ მაქვს რომ თქვენ ტონს უწევთ რაღაცა ის მაგრამ მოდით სხვანაირად ვისაუბროთ რა კი თქვენ თქვით რომ მე არ ვიციო არ ვიცი კი არა მე რას მეკითხებითო დაახლოებით ასე თქვით ქალბატონმა თეამ და გოჩალორთქიფანიძემ და სხვებმა იციან და მტკიცებულებები და ჰააგის საქმეში მაშინ მე იძულებული ვარ გიპასუხოთ მე ასე ვიცი მახსოვს მეთქი არ ვამბობ ვიცი რომ ჩვენ პირდაპირ მტკიცებულება სამწუხაროდ არ გქონია და არ გვაქვს იურისტებმა იციან რას ნიშნავს პირდაპირ მტკიცებულება ეს არის ან ფოტო ან ვიდეო ან სხვა მასალა იმის დასტურად რომ როდესაც თქვენ უმაღლესმა მთავარსარდალმა იმ სამხედრო გეგმების საპირისპიროდ რაც არსებობდა თუ მიდგომების საპირისპიროდ თქვენზე გასცა ბრძანება შვიდში საღამოს რომ პირველი დაადგინე საცეცხლე წერტილები თქვით თქვენ ხომ წერტილები არის ალბათ ის ადგილები საიდანაც შეიძლება წარმოიშვას პოტენციური საფრთხე სროლის ან უკვე მიმდინარეობს სროლა ასეა უკვე მიმდინარეობს ხო მაგრამ მტკიცებულებები ჩვენ რომ ვაგროვეთ ვეძებეთ ყველამ ერთად ვიმუშავეთ რომ იძახით ჰაგის ფაილში დევსო პირდაპირ მტკიცებულებები ვერ მოვიპოვეთ იმის რომ ის საცეცხლე წერტილები როცა თქვენ ეს დაგავალოთ იმან პოლიტიკოსმა მოქმედებაში იყო მოყვანილი და ცეცხლი არსებობდა ამას ამბობთ თქვენ და კიდე რამდენიმე ადამიანი შესაბამისად უკვე ამ ფორმატში ისმის კითხვა და სწორად მინდა ეს კითხვა გაიგოთ, იმიტომ რომ თქვენ ამის ყველანაირი შესაძლებლობა გაქვთ, თორემ 16-23-ში
პოლიტიკოსებმა ჯარი რომ გაწირეს და დაადანაშაულეს უკვე რეზოლუციის დონეზე. იმათ ძიმეა ელაპარაკო, იმედი გაქვს, არ გაქვს, გაიგებს, არ გაიგებს ეს მეორე თემა. თუმცა მათაც ჩვენ დავიბარებთ. თქვენ შეგიძლიათ ეს გაიგოთ. კითხვა არის რა? რომ არ არსებობს დღეისთვის ასეთი პირდაპირი უტყუარი მტკიცებულება, რომ ის საცეცხლე წერტილები, რომლებიც თქვენ დაადგინეთ და ის იყო მოქმედებაში მოყვანილი, ანუ იყო ცეცხლი გახსნილი იქიდან, იმ წერტილებიდან. თქვენ ამ დროს გირეკავთ პოლიტიკოსი, რომელსაც როდის რა დაესიზმრებოდა, მე ასე ვიტყვი რა, როდის რა დაესიზმრებოდა ადამიანმა არ იცის, გაძლევთ ასეთ ბრძანებას. თქვენ ამბობთ, რომ კი, მე დავადგინე და იქიდან მომდინარეობდა ცეცხლი, მაგრამ არ არის ამის პირდაპირი მტკიცებულებები. თქვენ თუ გაქვთ მტკიცებულებები, იმიტომ რომ თუ არ არის ეს მტკიცებულებები, იცით რა გამოვა, რომ მან თქვენ მოგცათ არასწორი ბრძანება და რეალურად უმაღლესმა მთავარსარდალმა ცეცხლი გახსნა ცალმხრივ რეჟიმში. აი ეს გამოვა და ამიტომ საუბრობთ ამაზე ამდენს და გაქვთ თუ არა უფრო მეტი ინფორმაცია, დოკუმენტები, მტკიცებულებები. თქვენ რო თქვით ქაგის ფაილში დევსო, ეს მაშინ ვერ მოვიძიეთ და არ დევს. ხო და ამიტომ მითხარით, იქნება რაღაცა დოკუმენტი. ეს მიმართულებები, საიდანაც იყო, ანუ იქ არის, უგრეთ, იქ არის მასალა, ანუ აღნიშნულ ობიექტებს, ეს იქნება სახლები, თუ სხვადასხვა დანიშნულები, საერთოდ ნაგებობები, საიდან ხდება ჭურვები. ეს მასალა იქ დევს. და ეხლა ის რომ აქ გადაღებული ვიდეო მასალა იქ დევს, მე არ მithქვია. ამიტომ ეხლა თუ იმაზეა საუბარი რომ გავიგე იმან რომ ესეთი ბრძანება გასცა და შენც მიხვედი და ბრმათ ესროლე, არ მისვრია მე ეს ბრმათ არ გამიკეთებია ეს. ხო და აქ ვიხსენე. მაშინ იურიდიულ სიტყვაზე, რავი, თუ ეს სწორად იქნება, მაშინ ირიბი მტკიცებულებები დევს იქ და არა ის ფაქტობრივი მტკიცებულებები, რასაც თქვენ იურიდიულად მე მედავებით. რომ აი, სურათი ადგილი საიდანაც გეკითხებით. გასაგებია, შესაბამისად ვთანხმდებით იმაზე, რომ ამის უტყუარი მტკიცებულებები, რომ იქ უკვე ის წერტილები მოქმედებაში იყო მოყვანილი და აქედან უმაღლესი მთავარსარდალი საპასუხო ცეცხლს ისრო და არ არის, ასევე ირიბი მტკიცებულებები, ასე ვთქვათ, მიმართულებები იყო დადგენილი, თქვენ რომ ამბობთ, ამას ერთად ჩავხედოთ და ვნახოთ, მაგრამ კიდე დავაზუსტებ კითხვას. თქვენ თქვით რომ და ეს დადასტურებულია და ბატონი სოზარის კითხვაზეც თქვენ დაადასტურეთ, რომ ის კადრები, რაც ყველას გვაქვს ნანახი, ცხინვალზე რომ ეშვება ცეცხლი, რომ ნაწილობრივ ის ცეცხლია, რომელიც თქვენ აქედან გაგზავნეთ, ხომ ასეა, ნაწილობრივო თქვენ თქვით, მაგრამ ნაწილობრივ თუ მთლიანად ეს ის ცეცხლია. შესაბამისად, ამ კონკრეტულ მიმართულებაზე რომ ვიმსჯელეთ. ავნევი ნული მეტნაკლებად გასაგებია და გადმოვინაცვლოთ ცოტა ხნით ცხინვალზე. თქვენ დაადგინეთ და გაქვთ თუ არა ამ მიმართულებით უტყუარი მტკიცებულებები პირდაპირი, რომ ცხინვალიდან მომდინარეობდა უკვე აქეთ ცეცხლი, როდესაც სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ უნდა ჩვენ გავხსნათ ცეცხლი. ცხინვალიდან ცეცხლი არ მომდინარეობდა. ცხინვალს ასვარქმევთ დასახლებულ პუნქტს თუ თვითონ რეგიონს ვიძახით. ცხინვალიდან არ იყო საუბარი, გითხარით, ეს არის მარცხენა ფლანგი, რომელსაც შემდეგ მიემატა მარჯვენა ფლანგის არაბუკის მიმდებარე ეს, სადაც ჩვენი სამშვიდობოების პოსტები გაასწორეს მიწასთან. გასაგებია. სამშვიდობოების პოსტებზე აქ საუბარი და არა იმაზე და მიუხედავად ამისა, მთელი ამ 2 დღე ნახევარი იყო თუ როგორც აფასებ თუ 5 დღის განმავლობაში, ერთი თმა არ ჩამოვარდნია არც ერთ სამშვიდობოების საგუშაგოს. და ეს არის უმძიმესი გადაწყვეტილება, რაც აზე გოგავას ეკუთვნის. და რაც შეთანხმებული მქონდა ზევით რომ და მათი თანხმობა მქონდა, რომ სამშვიდობოებს არ მიეკაროს არა. თქვენ იცით რას ნიშნავს 11 მის რა ქვია, საცეცხლე წერტილის ზურგში დატოვება? ნებისმიერ სამხედრო შეუძლია მითხრას, რომ ახლა მოიხსენი სამხედრები და სახსრატი. და მე ეს გავაკეთე.
და დღეს ეს ქვეყანა ტალახში არ ერთად გავაკეთეთ და ტალახში არ გორავს. ვის შევთანხმეთ? ყველას ზევით დაწყებული თავდაცვის მინისტრიდან დამთავრებული უმაღლეს თავარსარდლით. არც ერთ მათგანზე შეტევა არ იქნებოდა. კარგი. ეხლა თქვენ წეღან აღარ მახსოვს, მე მგონი ბატონი გურამის ძალიან ლეგიტიმური კითხვა იყო, თქვით ასეთი რამ, რომ სხვა სიტყვებით თქვით, ოღონდ ვეღარ გავწვდი ხანდახან ხდება, რომ მარტო ხარ ადამიანიო და თქვით ასეთი რამ. როდესაც სამოქალაქო მოსახლეობის გადარჩენაზე იყო საუბარი, რომელიც აღმოჩნდა სიცოცხლის საფრთხის ქვეშ. და მე ეს საფრთხე რეალიზდა სამწუხაროდ. არაერთ შემთხვევაში თქვენ კი ამბობთ, რომ გზა დავიცავით და გამოვიდნენ, მაგრამ ფაქტი ეს არის, რომ არაფერს არ ვამბობ. ფაქტი ის არის, რომ ძალიან ბევრი დაიღუპა ან დახვრიტეს. თქვენ კონკრეტულად მესმის ბევრი საქმეა, მესმის ის გადაღლილიც ხარ ამ დროს, მით უმეტეს როცა შტაბები გაბარია და ასე შემდეგ, მაგრამ რა იყო განა იმისთვის საჭირო, რომ თქვათ ერთი ბრძანება გაგეცათ დაგევალებინათ კონკრეტულად, რომ დავეხმაროთ ამ ხალხს გამოსვლაში. შეიძლება ეს ვერ მოახერხეთ, ვერ მოასწარით, რთული იყო, მაგრამ რო აგვიხსნათ, იმიტომ რომ ძალიან ცუდად ისმის ბატონო ზაზა, რომ ვერ გავწვდი ამდენ რამეს და უბრალოდ გზა დავიცავი, ისიც მე ბუნდოვანი აღმოჩნდა დავიცავით ბოლომდე თუ ვერ დავიცავით, ბატონის ოზარის კითხვის პასუხად და რეალურად დღეს ჩვენ ყველას ერთად გვესმის კითხვა. ეს კითხვა პიროვნულად თქვენდამი კი არის მის ყველას მიმართ ისმის, ვინც იმ დროს იყო პოლიტიკური ხელისუფლების ხელმძღვანელი. რატომ ჩაგტოვეთ? რატომ დაგღუპეთ? რატომ გაგვაკეთებინეთ არჩევანი, რომ ახალგაზრდა მომეკიდებინა ზურგზე ბავშვი და გამომეყვანა და მოხუცი მამა ჩამეტოვებინა? ეს კითხვები ხო ისმის და რა იყო საჭირო იმისთვის თქვენგან განა ამისთანა? შეიძლება იყო და